გამარჯობა. დიდი ხანია ეს მელოდია რუსთავი 2-ის ეთერში არ მოგვისმენია. დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ტრადიცია გრძელდება ახალი ძალებით. განახლებული პოსტსკრიპტუმი მაყურებელს უბრუნდება. მადლობა რომ გვიყურებთ და ხართ ამ ტრადიციის და ისტორიის ნაწილი. დღეიდან ყოველ კვირას საღამოს 9 საათზე მე გურამ რო გავაკეთვით რომ ეთერშია პოსტსკრიპტუმი და ვაჯამებთ კვირას. დღეს 13 ივნისია. ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა, გავიხსენებთ გმირებს. დუმილი დანაშაულია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ირაკლი ინაიშვილი. პოსტსკრიპტუმს უბრუნდება დავით კიკალიშვილის რომიდან ჩაგვერთვება. იესის ექსპედიცია თომა ჩაგელიშვილმა და ნიკა ლებანიძემ აღმოაჩინეს დაკარგული ქალაქი. უძველესი საცხენოსნო ტრადიციები. ძალიან საინტერესო რეპორტაჟს ვნახავთ. გიორგი ქორქია ავტორი. წლიანი ისტორიის მქონე ლეგენდარული გადაცემა რუსთავი 2-ს უბრუნდება. ახალი ფორმატით და ახალი სტუდიით. მადლობა რომ გვიყურებთ. ეკრანზე ვინ ხარ? მენტორი, მასწავლებელი, ვარსკვლავი, გმირი, მასხარა, მეცნიერი, მეგობარი. ვინ? დავით კიკალიშვილმა მკითხა, როცა პოსტსკრიპტუმის ფერფლიდან აღდგენაზე დავიწყეთ მუშაობა. მე თქვენთან მეგობრობა ავირჩიე, რადგან წლების წინ, როცა ამ გადაცემის წამყვანი კი არა, მაყურებელი ვიყავი. დავით კიკალიშვილი, რომელსაც მაშინ მხოლოდ ეკრანზე ვხედავდი, ჩემი მეგობარი იყო. ამ მეგობრის გამოჩენას ჩვენი შეხვედრის უცვლელ ადგილას რუსთავი 2-ის ეთერში კვირიდან კვირამდე მოუთმენლად ველოდი. ამიტომ დღეიდან მეც მინდა რომ პირველ რიგში, როგორც მეგობარს, ისე შემოვხედოთ ეკრანზე. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთმანეთის ნდობა გაგვიჩნდეს. სატელევიზიო ეთერის გარდა ჩვენ გვექნება ახლო კომუნიკაცია სოციალურ ქსელში, მოგწერეთ ჩვენი გადაცემის ოფიციალურ გვერდზე, მოვუსმინოთ ერთმანეთს. დღეიდან ჩვენ უნდა ვიმეგობროთ და ერთად შევქმნათ პოსტსკრიპტუმი, რომელმაც 2 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ აირჩია დადგეს ხალხის ხარეს. და რაც თავარია, ჩემი და ჩვენი ყველას მეგობარი დავით კიკალიშვილი უბრუნდება მშობლიურ არხს და გადაცემას ის პოსტსკრიპტუმის ევროპის ჟურნალისტი ამჯერად დავით კიკალიშვილი რომიდან გვიერთდება. მოგესალმები დავით. გუგა გამარჯობა. პირველ რიგში საკუთარ თავს შენ ჩვენ ჯგუფს, ტელევიზიას და ჩვენს მაყურებელს ულოცავ პოსტსკრიპტუმის ეთერში დაბრუნებას. დარწმუნებული ვარ ჩვენ ყოფილ კოლეგებსაც, ვინც სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობს, ასევე გაუხარდებათ ეს ამბავი. ჩემი მიზანია, როგორც რუსთავი 2-ის ევროპის კორესპონდენტის, მოგიყვეთ საინტერესო ისტორიები ამ დიდი თანამეგობრობიდან. ასევე გავავლო პარალელები თუ როგორ წყვეთ ჩვენ სხვადასხვა პრობლემას და მაგალითი ავიღო, ან მაგალითი უჩვენო. რატომ დავიწყეთ რომიდან და იტალიიდან? იმიტომ რომ არაოფიციალური გათვლებით იტალიაში 50,000 ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ეს დიდი და საინტერესო სათვისტომოა და რამოდენიმე ისტორიას მოგიყვებით, ასე რომ დარჩით ჩვენთან. დავით კიკალიშვილს ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით. მანამდე გაგაცნობთ ჩვენი გუნდის წევრებს, მათ ნაწილს. თომა ჩაგელიშვილი, ძალიან დიდი პატივია შენთან ერთად მუშაობა, თომა. გიორგი ქორქია, რომელიც რუსთავი 2-ზე თავდაპირველად სწორედ პოსტსკრიპტუმში სამუშაოდ მოვიდა. ნიკა ლებანიძე, რომელიც დაიპყრობს მწვერვალებს და ჩვენთან ერთად არის სალომე ბოკუჩავა და რატომ ამას ჩვენ უნდა მოგვიანებით გავარკვევთ, ალბათ თავადაც მიხვდებით. ნინო ლომჯარია უპასუხებს ჩვენს კითხვებს და რა თქმა უნდა, თემა იქნება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომელზეც სალომე ბოკუჩავა ამზადებდა რეპორტაჟებს და ამ გამოძიებო რეპორტაჟების ციკლმა უკვე შედეგი გამოიღო. სალომე, ძალიან დიდი მადლობა შენ ამისთვის. მადლობა შენ, წარმატებულად. თომა, როგორია შენი ემოცია? რაღაც ხედავ რომ ახალი დაბადება არის რუსთავი 2-ის, ახალი ცხოვრება იწყება რუსთავი 2-ის, ახალი გამოწვევები იწყება რუსთავი 2-ის და ბრძოლა პირველობისათვის რუსთავი 2-ისათვის იწყება ისევ და ისევ ამ სატელევიზიო სივრცეში და ჩვენ უნდა ვიყოთ ის ადამიანები, ვინც ამ სატელევიზიო სივრცეში კიდევ ვიტყვით ჩვენ სიტყვას, რუსთავი 2 იტყვის თავის სიტყვას. გიორგი, შენ მეორედ უკვე იწყებ მუშაობას პოსტსკრიპტუმში. ახალი ფორმატით გავდივართ ეთერში, ახალი წამყვანია, რას ელოდები, რა სიტყვავ ჩემგან? არაფერს განსაკუთრებულს, ხალხთან სიახლოვეს, ობიექტურობას და რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პოსტსკრიპტუმი იქნება ასეთი გადაცემა,
შესწორეთ ახსენე, ფერფლენ აღდა, ფენიქსივით არის ეს გადაცემა და ჩვენ კიდევ ბევრჯერ გავისვრით ასე. პირველად ხედავ პიჯაკში, სადღაც შორის ძალიან გიხდება. მეც ჩემ თავს არა, მეორეც. ნიკა ლებანიძე დაგვიბრუნდა სულ რამდენიმე წუთის წინ. ნიკა, სად იყავი? ყინვარწვერზე ვიყავი, სასეირნოთ წყალებში და გასაუბრობდით სად იყო და სავარჯიშოთ ავედი ყინვარ წვერზეო, ესე გვითხრა და მე და გიორგი ხუმრობდით რომ ჩვენ პარკში გვეზარება გავლა სასეირნოდ. რა თქმა უნდა, ყველა არ ვარჯიშობ, ვემზადებით დიდ ექსპედიციას წასასვლელად და პოსტსკრიპტუმის მაყურებელი ამის ესე იგი გახდება მოწმე თუ რა ეტაპებს გავლი, რა სირთულეებს და რას ნახავს პოსტსკრიპტუმის მაყურებელი და მინდა დავამატო და ვთქვა რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ყველა ჩვენთაგანისთვისაც და რა ვიცი მაყურებელს ბევრ კარგ რამეს შევთავაზებთ. ჩვენ ნახავთ აუცილებლად თქვენს რეპორტაჟებს დღეს გადაცემის მსვლელობისას. მანამდე კი ვიმსჯელებთ თემაზე, რომელზეც პირველად რუსთავი 2 ალაპარაკდა. ნინო წმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ მძიმე სურაძე კურიერი 2 თვის განმავლობაში სისტემატიურად საუბრობდა. ჟურნალისტური გამოძიების შედეგი სახეზეა. დღეს უკვე საპატრიარქოში გაიმართა საგანგებო შეხვედრა, დაწყებულია მსჯელობა პანსიონის დახურვასთან დაკავშირებით. იმედია მალე საგამოძიებო უწყებების ოფიციალურ დასკვნასაც დავინახავთ და ამ საქმეზე ისევ დუმილი არ გაგრძელდება, დუმილი, რომელიც დანაშაულია. რამდენად რეალურია მძიმე ბრალდებები ნინო წმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ ამ კითხვაზე პასუხი მეტ-ნაკლებად საინფორმაციო გამოშვებებში უკვე მოვისმინეთ. დღეს ჩვენი მიზანია გაჩვენოთ, როგორ იმუშავა სახელმწიფო სისტემამ, უпроსტორედ იმუშავა თუ არა, საერთოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ამას ირაკლი იმნაიშვილი გაარკვევს რამდენიმე წუთში, მანამდე კი PS-მა გადაწყვიტა ერთი კონკრეტული მაგალითით ეჩვენებინა. რა იძულებთ ოჯახებს, რომ შვილები ბავშვთა პანსიონში დატოვონ. მე ჩავედი სოფელ სამებაში, საქართველოს სომხეთის საზღვართან. სოციალური გაჭირვება ამ სოფლის მუდმივი და უცვლელი მდგომარეობა არის, გამოც სამებაში ნასახლარები უფრო ხშირად გვხვდება თვალში, ვიდრე სახლები. ამ რეპორტაჟით გიყვებით ერთი ოჯახის ისტორიას, რომელიც ბევრი ოჯახის სათქმელს ამბობს. წერეობი მიფრინავენ სად შორს ზღაპარი, სადაც ბავშვები წეროებს მოჰყავთ. ალბათ ამ სოფელში დაიბადა. მაგრამ მერე ისტორია სხვაგვარად გაგრძელდა. ბავშვები ოჯახებმა პანსიონში დატოვეს. ეს იყო რაღაც ალბათ კატასტროფა ჩემთვის. ვტოვებ ბავშვს და არიცი როგორ იქნება, რანაირად იქნება, როგორ გადაიტანს სულ შემოსა. სულ ჩემს გვერდით იყო, სულ. როგორც კი იმეტირება, გამოსვლად დავაპირე, რომ შემომეხვა კისერზე ძლივს ამგლიჯეს რა, ესა რომ ბაბუ არ დავტო, გეხვეწები ბაბუ, ვერ დავიძინებო შენოთ და ესეთი რაღაცები. ეხლაც მეტირება ეგა და რო გამახსენდა. ნეტამ არ დავბადებული ყავი ამ ქვეყანაზე, იმას ვიცახდისო. რომ მოვიდა კრაუტში ვერ დავინახე და საღამოთი კრაუტი არა იშალა, ეს იყო ჩემთვის რაღაც საშინელება, საგიჟეთი. ფიქრობდი რა გამეკეთებინა, ლამის კი რაღაც ფეხით წავედი უკან ნინო წმინდაში, ღამე, იმის გულისთვის რომ ძალიან მენატრებოდა. გიორგი ნინო წმინდის ბავშვთა პანსიონში უკიდურესი გაჭირვების გამო დატოვეს. ცოტა ხანში დაწესებულებაში გიორგის უმცროსი დაც მიიყვანეს. სხვა გზა არ ჰქონდათ. ოჯახის უმძიმესი სოციალური ფონი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კიდევ უფრო გაართულა. მე ყადაღამედო მამას ფეხი მოაჭრეს, ჯერ თითი მოკვეთეს, მერე ფეხი მოკვეთეს, მერე მეორე მესამედ კიდე ზემოდან მოკვეთეს და ეხლა კიდე მეორე ფეხიც მოკვეთეს რო თქო. ხო და ასეთი გაჭირვების გამო იძულებულები გავხდით. რა თქმა უნდა იძულებულები გავხდით, რომ ბავშვები მიგვევალებინა იქ. 6 წლის იყო გიორგი. და მარიამი 5 წლის მივიყვანით. და სხვათა შორის იმასაც ვფიქრობ და 1-2 წელი იქნებიან ბავშვები ცოტა მოვჯობინდებით და ისევ გამოვიყვანთ. მაგრამ ეს რამდენ ხანს გაგრძელდა? მაგრამ ეს გაგრძელდა 8 წელი. არ მიყვარს ამ თემასთან დაკავშირებით ლაპარაკი.
ნინო წმინდის ბავშვთა პანსიონში გატარებული 8 წელი და მშობლებთან გამზრდელ ბებოსთან განშორება გიორგისთვის წარსულიდან ყველაზე მძიმე მოგონებაა. შეჩვეული რომ ვიყავ მშობლებთან ერთად რაღაცა რომ ვიცოდი რომ დიდი ხნით ვეღარ ნახავდი ხოლმე ეს იყო ყველაზე რთული. სახლში წამოსვლა მინდა და მშობლებთან ერთად. ჩემი ოცნება იყო სახლში რაც შეიძლება მაგ დაბრუნებული. ეს ოცნება ასრულდა. გიორგის ყოველთვის სჯეროდა და ახლაც სჯერა, რომ როცა რაღაც მთელი გულით გსურს, სამყარო შეერთდება, რომ მიზანს ადრე თუ გვიან მიაღწიო. ახლა უკვე ახალი მიზნების დროა. სამხედრო გავხდები, ანუ მომწონს ეს საქმიანობა, სავალდებულოდაც მიმაჩნია. ჭირდება ქვეყანას ესეთი ხალხი. სახლი, სადაც გიორგი ცხოვრობს, სოფლის ბოლო წერტილია. აქედან სომხეთთან საზღვარი იწყება. ჩემთვის საზღვართან ცხოვრება რაღაც განსაკუთრებულად მიმაჩნია ჩემი თავი, რომ ესე ყველასგან მოშორებით. აქ თავარი პრობლემა ჩემთვის არის ალბათ არ მყავს თანატოლი არავინ. არც გოგო, არც ბიჭი, რომ გავიდე დაველაპარაკო. რაღაც დრო გავატარო მასთან ერთად, ჩემ თანატოლთან ერთად რავი აზრები გაუზიარო და ამ შემდეგ. მარტო მაგრამ ეს მარტოობა გიორგისთვის არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან 8 წლის განმავლობაში ოჯახის განმოშორებით გამოიარა. ეს ის გზა, რომლის გავლასაც არავის უსურვებს. კარგად დაფიქრდნენ. თუ კი საშუალება იქნება იმისი და იმის საშუალება ექნება ცოტა მაინც ერთი ლუკმაპური რომ ბავშვები არჩინონ, ჯობია თვითონ მშობლებმა მოუარონ თავიანთ შვილებს. ეს მე მინდა რომ ასე იყოს და მინდობით აზრზე რომ აძლევენ ბავშვებს და ვინც მინდობით აზრ რამდენს უხდიან. 800 როგორც ვიცი. მადლობთ. 800 ლარი, იმ მშობლებს რომ მისცენ, ხო? როგორ ფიქრობ, ახლა ის მშობლები უკეთესად არ მოულიან, ვიდრე ვინც მინდობით სახლი? და რამე ხო მაინც იმ ბავშვებზე გადის ის პული. ხო? არ ჯობია მშობლებს მისცენ 5 შვილი რო ყავს, იმას და 5 შვილი რო 800 ლარი სახსაც მოაწესრიგებენ. ბავშვებიც კარგად იცხოვრებენ. ბავშვებსაც არაფერი არ მოაგდენ, იქნებ რამე ტყუილს თუ ამბობდე. ხო მართლაც ვარ. გვაქვს ამ კითხვაზე პასუხი. სწორი მიდგომით, ბავშვების ნაწილის საკუთარ ოჯახებში დაბრუნება წესით შესაძლებელი უნდა იყოს. ისევ ნინო წმინდის კონკრეტულ მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, 2020 წელს ნინო წმინდის პანსიონმა ბიუჯეტიდან მიიღო წლიური დაფინანსება 685,000 ლარი. ეს თანხა რომ 12 თვეზე გავყოთ, თვეში 47,083 ლარი გამოვა. მოდით ახლა ეს თანხა გავანაწილოთ პანსიონის აღსაზრდელებზე. ბოლო მონაცემებით პანსიონში 53 ბავშვი იყო, ვიდრე მათ გამოყვანას დაიწყებდნენ. შესაბამისად, ერთ ბავშვზე თვეში ამ შემთხვევაში 1067 ლარი გამოდის. ინფორმაციისთვის 2015 წლიდან 2021 წლამდე მეუფე სპირიდონის დაქვემდებარებაში მყოფმა დაწესებულებამ მიიღო თითქმის 6 მილიონი ლარი. კიდევ ერთი კითხვა ნინო წმინდის ბავშვთა პანსიონის თემაზე. კურიერის ჟურნალისტური გამოძიების და საზოგადოების ძალისხმევის შედეგად პანსიონის კარი გაიღო, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა ხანგრძლივი პროცესი, რომელიც უმოქმედობის თვალსაჩინო მაგალითია. როგორ არის შესაძლებელი რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვები იყვნენ იზოლაციაში და ეს ხდებოდეს მუნიციპალიტეტში, სადაც არის ადგილობრივი ხელისუფლება, მერია, გამგეობა, პოლიცია. ნინო წმინდას ყავს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი და მუნიციპალიტეტში მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენელი, რომლის პირდაპირ მოვალეობაა ამ ბავშვებზე ზრუნვა და პანსიონის მონიტორინგი. PS-მა ჰკითხა ხელისუფლების წარმომადგენლებს, წაიკითხეს თუ არა ომბუდსმენის დასკვნები. ეს ხდებოდა მათ თვალწინ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იმისთვის, რომ უკეთ გააგვეგო ამ პრობლემის კონტექსტი, ირაკლი იმნაიშვილი ნინო წმინდაში ჩავიდა. მეუფე სპირიდონმა კარები რამდენიმე წლის წინ ჩაუკეტა სახალხო დამცველს და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა. რა უფლება მაქვს ღვთის წინაშე, რომ ესეთი გათახსირებული იდეოლოგიის ხალხი შეუშვა და იმათ აგიტაცია პროპაგანდა გაწიო.
სახალხო დამცველს მონიტორინგის ექსკლუზიურ უფლებას აძლევს საქართველოს კონსტიტუცია. მუხლი 35 ვკითხულობთ. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს საქართველოს სახალხო დამცველი. აქ არსაწერია, რომ მეუფე სპირიდონს საქართველოს მოქალაქეს ერობაში გოჩა აბულაძეს ან საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ომბუდსმენისადმი ნდობაზეა დამოკიდებული გაუღებენ თუ არა მონიტორინგის ჯგუფს კარებს. უფრო მეტიც, მეორე პუნქტში ვკითხულობთ სახალხო დამცველის საქმიანობისთვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. ვინ უქმნის დაბრკოლებას ცნობილია, თუმცა მის პასუხისმგებლობაზე ჯერ არავინ საუბრობს. პანსიონი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშია და იზოლაციაში მყოფი ბავშვების ბედით ადგილობრივი ხელისუფლება წლების განმავლობაში არ დაინტერესებულა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აქვე არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია. მოგზავნით. გამარჯობა. ჩვენ რუსთავი 2-დან ვართ. სად არის ქალბატონი ანა, სად შეიძლება ვნახო? მეორე სართულზე, ხო? მიღების საათები 10-დან საღამოს 5-მდე. ჩვენ სამუშაო საათებში მოვედით. გამარჯობა. ქალბატონი ანისთან გიდა, გამარჯობათ ქალბატონი. მე ირაკლი ვარ იმნაიშვილი, რუსთავი 2-დან, ეს ჩვენი ოპერატორები არიან. თქვენ 2017 წლიდან ხართ ნინოწმინდის მერი. უკვე 4 წელია. რა არის თქვენთვის ცნობილი პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც აქედან 300 მეტრის დაშორებით არის თქვენგან? ანუ დარღვევებთან დაკავშირებით გსმენიათ რამე? არ გსმენიათ. ომბუდსმენის დასკვნა თუ წაგიკითხავთ, მაგალითად 2015 წლის პანსიონთან დაკავშირებით. არა. არ წაგიკითხავთ. არა. მე თქვენ ერთი დასკვნა წამოგიღეთ, მე როდესაც დრო გექნებათ, შეგიძლიათ გაეცნოთ, აი, ეს არის 2015 წლის დასკვნა. რატომ გეკითხებთ? იცით, თქვენ მანამდე პედაგოგი იყავით, ხო სწორედ მახსოვს, სკოლაში მუშაობდით, ქართულ ენას ასწავლიდით. შეხედეთ დასკვნაში გვერდი 41 ვკითხულობთ, ფიზიკური დასჯის მიზნით არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს თანაწოლების თვალწინ უწევდათ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ამას შესწავლის შესაბამისი სამსახური და ამას დამტკიცება უნდა, რა თქმა უნდა, როგორც პედაგოგი დაუშვებელია და მიუღებელია ეს ფორმა. თუმცა თქვენ რო სამსახურს მიმართოთ რეაგირებისთვის არ გაგჩენიათ სურვილი, ან არ გაგიჩნდათ მას შემდეგ რაც დასკვნა განახეთ? ეს უკვე რა თქმა უნდა, თუ თქვენ იცოდით, რომ მსგავსი დასჯის მეთოდები არის, ვიდრე თქვენ ჩვენ დასკვნას წარმოგიდგენთ? ის რომ თქვენ არ იცოდით, დარღვევების შესახებ თქვენ ეს ფაქტი არ გაწუხებთ? მაწუხებს რას ქვია მაწუხებს? თქვენ როგორც მერმა არ უნდა იცოდეთ ქალაქში რა ხდება? კი, ვიცი. იცოდით რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? არ ვიცოდი. ვიცოდი რომ ყველაფერი რიგზია და ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც დაწესებულება მუშაობს და აგრძელებს თავის საქმიანობას და თქვენთვის ცნობილია რომ პანსიონის კარი დაკეტილია და რამდენიმე წლის განმავლობაში ომბუდსმენს იქ არ უშვებენ? არ ვიცოდი. სახალხო დამცველს დღემდე არ უშვებენ. მიმართავთ შესაბამის ორგანოებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ეს ხომ თქვენი ქალაქია. ჩვენი პრეროგატივა არ არის. თუ მოგმართავენ, რა თქმა უნდა, რეაგირება მოყვება. ის რომ თქვენ ქალაქში კონსტიტუცია ირღვევა, ეს თქვენ არ თვლით რომ თქვენც გეხებათ? ჩვენთვის არ არის მოუმართვი. ჩვენ ვიყავით მეორე სართულზე მერთან. ეხლა ავდივართ მესამე სართულზე, სადაც გამგების თავმჯდომარე ვან არონიანი უნდა იყოს. მიღების საათები 10-დან 5-მდე. მისაღებში არავინ არის? უკაცრავ, ბატონო, გამარჯობა. შეიძლება? ჩვენ რუსთავი 2-დან ვართ. ბავშვთა თემასთან დაკავშირებით? დიახ, კი. ნინოწმინდის პანსიონში თქვენი ინფორმაციით რა ვითარებაა? რავი, 7 ვითარება იყო 19 წლისთვის ვიღავი ნინოზე, ძალიან კარგი ვითარება იყო ბავშვები ცეკვავდნენ და გვერდი 41. ფიზიკური დასჯის მიზნით არასრულწლოვნებს თავზე ხელდაწყობილებს თანატოლების თვალწინ უწევთ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული. ხო და რომ არ მაქვს საკითხული, ცუდ რაღაცაა, მაგრამ თუ არა მაქვს საკითხული და ჩემ კომპეტენციაში აღმასრულებელი ვალდებულია რომ ის სხვა რამეს გეკითხებით. ეხლა ხომ იცით?
ეხლა ვიცი და ეხლა რას გააკეთებთ, როგორ იმოქმედებთ ეხლა? ეხლა მე გავიგე რომ საქმე სისხლის სამართლის საქმე აღზრული და სპეციალურად გამოკითხვა ყველანაირად მიმდინარეობს და ჩვენ საკრებულო არანაირ შუაში არ არის რომ საქმეში ჩავირიოთ. ანუ თქვენ იცოდეთ სისხლის სამართლის საქმე რომ არის? ეხლა გავიგე ტელევიზიით რას ვნახე, რა ხდება ჩვენ ტერიტორიაზე და მაქსიმალურად ჩვენ ჩვენი საუბარი რომ დაიწყო თქვენ ეს საქმე არ გაგახსენდათ. რომელი საუბარი? ეხლა როდესაც შემოვედით თქვენთან, თქვენ თქვით რომ იქ ხო და როცა მოსული ხართ ნინოს მინდაში და 1000-ობით ჟურნალისტია რამდენიმე მოსული, ამიტომ ჩვენ ვიცით რომ მაგ საქმეზე ხართ, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობა მაგ საქმეზე არანაირი ბერკეტი არ აქვს რომ გამოიყენოს. თქვენგან 300 მეტრშია ეს ვან. ვიცი რომ ჩვენ 300 მეტრია. ჩვენ ჩავდივართ ახლა შენობის პირველ სართულზე, სადაც არის სოციალური სააგენტო, მისი წარმომადგენელი პირდაპირ ექვემდებარება ჯანდაცვის სამინისტროს და როგორც გამგეობის ხელმძღვანელმა გვითხრა, აქ არის მისი კაბინეტი. გამარჯობა. მე ირაკლი ვერემნაიშვილი რუსთავი 2-დან. ბოლოს როდის იყავით შესული პანსიონში? შეგიძლიათ საუბრობთ და მიგდანდით და შემდეგ აქცენტ. ჯერ არავის არ ასაუბრებთ, ტელეფონი გაეკავს თქვენ. დღეს იყავით შესული პანსიონში? არა, დღეს არ ყოფილა. ამ თვის განმავლობაში რამდენჯერ იყავით? პრესს მიმართეთ და გაგცემთ პასუხს. ლალიკო რუსთავი 2 მაწუხებს და აი არ მიტოვებს კაბინეტს და რა გავაკეთო ახლა დავრეკო. შეგვიძლიათ ჩვენ დავლაპარაკოთ ხალხთან აი ლალის. გადმოგცემთ ახლა ყურმას და გაის. დიდი მადლობა. ეხლა ამასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთე. კომენტარზე არ არის, ჩვენ გვაინტერესებს რამდენჯერ მიეცა შესაძლებლობა თქვენთვისაც ჩაკეტილია კარი ისევე როგორც ომბუდსმენისთვის? არა, სახელმწიფოს რულის სააგენტოს ამაზე აქვს გაკეთებული ირაკლი. 1000-ში განცხადება. შემიძლია მოგცეთ ეს განცხადება. მადლობა. კი ბატონო, მადლობა. წარმატებებით ეხლა თქვენ საქმიანობაში. რამდენიმე დღის წინ ოცნების რამდენიმე დეპუტატი ჩამოვიდა ნინოწმინდაში, თუმცა მათთან ერთად არ ჩამოსულა სამվել მანიუკიანი, რომელიც არის მაჟორიტარი დეპუტატი. გავიგოთ რატომ არ ჩამოვიდა. ეხლა ნინოწმინდაშია სამվել მანიუკიანი. შეგვიძლია დაურეკოთ თქვენ თუ არ გაქვთ? არა. თქვენ არ შეგიძლია დაუკავშირდეთ? უფლება არ მაქვს. ვის აქვს უფლება? ვინ არის ოფისში? გაათიშოთ ეს, всё, გადით. მე ვთანხმდით. აქ არ არის. ტელეფონი დაკავშირება შეიძლება მასთან? დაურეკეთ თუ შეიძლება. არა, თქვენ ტელეფონით დაურეკეთ, მე რა. მითხარით ნომერი და დაურეკავ მე. ვურეკავთ სამელ მანუკიანს, რომელიც არის ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. ჯერ არ პასუხობს, მოგვიანებით კიდევ ერთხელ დაურეკავთ. მადლობა რომ დამახმართ. სარის სკოლისკენ მიმავალი გზა. ყველაზე ხშირად იზოლაციიდან გამოსვლა სკოლაში წასასვლელად შეეძლოთ, ვიდრე სკოლაში უშვებდნენ. მეოთხე საჯარო სკოლა. ჩვენ მოვედით რომ გავესაუბროთ მის დირექტორს. სკოლის პედაგოგები ყოველ დღე ხვდებოდნენ პანსიონის ბავშვებს. პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი კურიერს უყვება, რომ ცემის შესახებ სკოლაშიც იცოდნენ. ძალიან დალურჯებული ვიყავი სახეზე და სკოლაში რომ მივედი, სათვალეებით მივედი პირბადე ყველაფერი რომ მე თქვი არ გააზვიადონ და არ დამიწყონ კომენტარებით. განცხადება დამაწერიე ეს რომ ვითომ ჩვენ სკოლაში მაგ ამბავი არ მოხდაო და ამიტომაც ოქმი დავწეროთ და სანამ არ მოგიჩება სახეო ნუ მოხვალო. 2 თვის მანძილზე ისეთი დალურჯებული ვიყავ 2 თვის მანძილზე სკოლაში ვერ მივედი სანამ სახე ფორმაში არ მომივიდა. ჩვენ შევეცადეთ სკოლის დირექტორთან ეს ფაქტი გადაგვემოწმებინა, თუმცა ის კონტაქტზე არ გამოსულა. ადგილობრივი ხელისუფლების გარდა იზოლაციაში მყოფი ბავშვებით უნდა დაინტერესებულიყო ნინოწმინდის პოლიციაც. პანსიონიდან პოლიციამდე არის 300 მეტრი. ფეხით ამ დისტანციის გავლა შესაძლებელია 5 წუთში. თუმცა ამ მოკლე დისტანციის გავლას ადგილობრივი სამართალდამცველები უკვე 5 წელია უნდებიან და შედეგი ჯერ არ ჩანს. გამარჯობა. ჩვენ რუსთავი 2-დან ვართ. პოლიციის ხელმძღვანელთან შეიძლება საუბარი? გამარჯობა. თქვენ ხართ ხელმძღვანელი? სასიამოვნო, თქვენი სახელი? მალხაზი, ირაკლი, ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა. რატო დავტოვოთ? მითხარით 2 სიტყვით. თქვენს გამოგზავნეთ თუ არ შეძახდეთ? ნინოწმინდის პანსიონის შესახებ თქვენ აქ სმენიათ ამ 2 წლის განმავლობაში აქ რაც მუშაობთ.
ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეებზე, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე 126 მუხლით გამოძიება. 126 მუხლი რას გულისხმობს? ძალადობას გულისხმობს. და რამდენი არის ესეთი საქმე? სამ ცალ-ცალკე ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. როდის აღიძრა ეს საქმეები? 2020 წელს, 2016 წელს და 2021 წელს. 5 წელი მიდის ერთ-ერთი საქმის გამოძიება, ხო, როგორ ბრძანეთ 2016 წლიდან. ამდენი დრო რატო გახდა საჭირო მტკიცებულების მოსაგროვებლად? მტკიცებულებების მოპოვების სტანდარტი უნდა შეიქმნას, დასაბუთებული მინიმუმ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ გადაწყდეს პირის პასუხისგებაში მიცემა და ამ ეტაპისთვის არც ერთ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ეს სტანდარტი. თქვენთვის ცნობილია, რომ სახალხო დამცველი რამდენიმე წელია ვერ შედის პანსიონში? კი, გარკვეული შეფერხებები იყო, დიახ. ცნობილი იყო ამ ფაქტის შესახებ? ბოლოს გახდა ცნობილი ჩვენთვის. ბოლოს როდის? აი, უკანასკნელ პერიოდში. რამე იღონეთ, ვინაიდან კონსტიტუცია ირღვევოდა? დროში ვარ ძალიან შეზღუდული. ბოლო შეკითხვა არის, ვინაიდან ეს საქართველოს კანონმდებლობით იჯება. თქვენ რა იღონეთ იმისთვის, რომ რეაგირება დაგეწყო? ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. აბსოლუტურად ყველა კითხვას. რამდენ ხანში? ნინოწმინდის პანსიონში არსებული პრობლემების შესახებ საზოგადოებამ პირველად სალომე ბოკუჩავას ჟურნალისტური გამოძიებების სერიიდან შეიტყო. ეს არის საპატრიარქოს ზრუნველობა მოკლებული ბავშვების თავშესაფრის ცენტრალური კარი. ამ კარს არავინ არ აღებს და უცნობია რა ვითარებაში უწევთ ბავშვებს შიგნით ყოფნა. უკვე მალე 2 თვეა რაც იძიებ ბავშვთა სახლის ისტორიას. ამ პერიოდის მანძილზე რამე შეიცვალა? დაიწყო შეცვლა. უკვე სახალხო დამცველმა შეძლო ენახა და გასაუბრებოდა იმ აღსაზრდელებს, რომლებსაც დატოვა ეს ტერიტორია. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ სოციალური მუშაკები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგები ბავშვებთან. კიდევ რამდენ ხანს აპირებს შენ გამოიწვიო ეს ისტორია? რას ელოდები? კურიერი გამოძიებას გააგრძელებს მანამ, სანამ ყველა ბავშვი უსაფრთხო გარემოში არ იქნება და იმეც ვიტოვებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც იძიებს საქმეს, დადებს შედეგს და გვეცოდინება გამოძიების შედეგები. ნინოწმინდაში გატარებული 1 დღის შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ. ჩვენ ცხოვრობთ სახელმწიფოში, სადაც ადგილობრივი ხელისუფლება არ ინტერესდება სათანადოდ თუ რა ხდება დახურულ ბავშვთა სახლში და სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ირღვევა კონსტიტუცია და ამას რეაგირება არ მოყვება. ეს საქართველოს კონსტიტუცია, მისი ყდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში შავია, მაგრამ შიგნით ის ძალიან ფერადია თავისი შინაარსით და ყველას უფლებებს თანაბრად იცავს. კონსტიტუციის წინაშე ყველა თანასწორია, ერიც და ბერიც. კონსტიტუცია პრივილეგიას არავის ანიჭებს, ბავშვების ჩაკეტვის უფლებას არავის აძლევს. კანონებს ემორჩილება ყველა თანაბრად. ამ კონსტიტუციას ჩვენ გადაცემის დასრულების შემდეგ მეუფე სპირიდონს გავუგზავნით, ოღონდ არა როგორც სუვენირს, არამედ როგორც უზენაეს კანონს, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო. ჩვენი სურვილი იყო ეპისკოპოსი დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი ყოფილიყო, მაგრამ მან უარი გვითხრა. დაგვთანხმდა ნინო ლომჯარია, რომელიც ჩვენი სტუმარი იქნება სულ რამდენიმე წამში. ვიდრე სახალხო დამცველი შემოვა სტუდიაში, გეტყვით, რომ კითხვები, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო წმინდაში ირაკლი იმნაიშვილს არ უპასუხა. უწყებას წერილობით გავუგზავნეთ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრაფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ ინტერვიუში გვითხრა, რომ აპრილიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ვიზიტების შესაძლებლობა გაჩნდა, სოციალური მუშაკი კვირაში მინიმუმ 2 ჯერ შედის დაწესებულებაში, ასევე გაიზარდა მისი თქმით სოციალური მუშაკების რაოდენობა. რა ურთიერთობას ამყარებენ ისინი პანსიონის აღსაზრდელებთან და რა ინფორმაციის მიმოცვლა ხდება, ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, რომ ამას ბავშვების ინტერესების დაცვის მოტივით ვერ გაასაჭიროებს. და რა ახალი დეტალებია ცნობილი სახალხო დამცველისთვის, ნინო ლომჯარიას ვიწვევს სტუდიაში. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ მოხვედით, მოიცალეთ ჩვენთვის. მოგესალმებით. პირიქით, მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ნახეთ ირაკლი იმნაიშვილის რეპორტაჟი, სადაც ჩანს უმოქმედობა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე?
ძალიან საინტერესო სიუჟეტები იყო და მინდა ორ საკითხს გამოვეხმაურო. პირველ რიგში დავიწყებდი სიღარიბის საკითხით და საერთაშორისო სტანდარტებით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობაც აღიარებს, არ შეიძლება ოჯახის სიღარიბე გახდეს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის და სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანის საფუძველი. თუ ოჯახი არის ღარიბი, სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს ოჯახს, რომ ოჯახს ჰქონდეს ბავშვების შენახვის, მათი რჩენის საშუალება. თუმცა, როდესაც მე გავხდი სახალხო დამცველი, მახსოვს მაშინ იმ წელს ეს რიცხვი იყო 12% გამოყვანილი ბავშვების და 12-დან ესე ვთქვათ 20%-მდე მერყეობს ბოლო წლებში ეს რიცხვები, რაც ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს გაცხადებული პოლიტიკა გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით, რეალურად წლიდან წლამდე არათუ მცირდება, არამედ ხშირ შემთხვევაში იზრდება კიდევაც სიღარიბის მოტივით ბავშვის ოჯახიდან გამოყვანის მაჩვენებელი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უმთავრესი უნდა იყოს ის, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს ოჯახში, ეს უნდა იყოს პრიორიტეტი და შემდეგ უკიდურეს შემთხვევაში ის უნდა გადავიდეს სახელმწიფო ზრუნვაში, მაგრამ არამც და არამც დიდი ზომის დაწესებულებაში, როგორიც ეს იყო მაგალითად ერთ-ერთი ნინოწმინდის პანსიონი. რაც შეეხება თავად ამაზე ვისაუბრეთ, რომ შესაძლებელია თუ კი იქნება ამ შემთხვევაში სურვილი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რომ ეს ბავშვები ოჯახებში დარჩნენ და ასევე სახელმწიფო მათ გარკვეულწილად დაეხმაროს. ასევე კონკრეტულ ნინოწმინდის შემთხვევას თუ შევეხებით, დაფინანსების თანახმად თითო ბავშვზე 1000 ლარზე მეტი გამოდიოდა თვეში, ხო? სრულიად შესაძლებელია. ეს შეიძლება შეიცვალოს თუ სახელმწიფო ამ საკითხს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრს საუბრობდით, თუმცა სამწუხაროდ არ ექცეოდა აქამდე ყურადღება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნინოწმინდის შემთხვევა გახდება არა მარტო დეინსტიტუციონალიზაციის გაგრძელების საფუძველი, არამედ საერთოდ ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკის ცვლილებების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, იმიტომ რომ ნინოწმინდის შემთხვევა, ქალბატონო ნინო, რა გვიჩვენა, რომ სახელმწიფო როცა ეკლესიასთან აქვს შეხება,ერიდება კონსტიტუციის კანონის აღსრულებას? დიახ, იცით, ახლა შეიძლება, როდესაც შეიცვალა გარკვეული საკითხები, აი ახლაც კი გვიჭირს ამისი აღიარება ალბათ ყველას, მაშინ როდესაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ანუ დიდი ზომის ბავშვთა პანსიონების დახურვა და მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებად გადაკეთება თუ ესე ვთქვათ მინდობით აღზრდაში გაყვანა და ასე შემდეგ დაიწყო, დაიხურა ბევრი ინსტიტუცია, სადაც ხდებოდა ძალიან მძიმე ფაქტებს ჰქონდა ადგილი, იმიტომ რომ დიდი ზომის ინსტიტუცია, იმიტომ კი არ არის ცუდი, რომ რომელიღაცა კონკრეტული ინსტიტუცია ან მისი მენეჯმენტი არის ცუდი, არამედ ისტორიამ და პრაქტიკამ ცხადყო, რომ იქ როგორც წესი ის არის, იქ ძალიან ხშირად ხდება ძალადობრივი ფაქტები ბავშვების მიმართ, ამიტომ ამისი კონტროლი არ ხო. დიახ. ძალადობის ფაქტებს რა შეეხება? როდესაც დაიხურა უმეტესობა ინსტიტუცია, თუმცა რჩება კიდევ და ამაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, სამწუხაროდ მაშინ პრაქტიკულად დღევანდელ დღემდე სახელმწიფოს არ იყო ძალა, რომ იგივე განეხორციელებინა იმ ინსტიტუტებში, იმ ინსტიტუციებში, რომელიც იყო საპატრიარქოს ამ შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის მმართველობის ქვეშ. ალბათ იმიტომ, რომ მოერიდა იმ ტიპის რეაგირებას, რასაც თუნდაც ბოლო დღეებში ჩვენ ვადევნებთ, ხო? ანუ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ეს იყო აღქმული და არის აღქმული როგორც თავდასხმა ეკლესიაზე, რაც არის აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა მიმდინარე პროცესზე და აქცენტების გადატანის მცდელობა, თუმცა ალბათ სახელმწიფოს აქამდე დღემდე არ აღმოაჩნდა ძალა, რომ ეს შეწინააღმდეგებოდა აი ამ ძალებს, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მხარდაჭერა, როდესაც დაინახა სახელმწიფომ, უფრო მეტად გათამამდა ალბათ და იმიტომ ხედავთ მათ. სალომე ბოკუჩავას უნდა დავუთმოთ რამდენიმე წუთი. სალომე ბოკუჩავას საგამოძიებო რეპორტაჟებმა, ასე ვთქვათ, მიიღო შედეგი მას შემდეგ, რაც მედიამ ატეხა განგაში ამ თემაზე თქვენს დასკვნებში ეს ყველაფერი ეს მძიმე ფაქტები იყო აღნიშნული, თუმცა ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ, როცა რეაგირება არ შენიშნეთ სახელმწიფოს მხრიდან, როგორ იყო შემდგომი უკვე თქვენი ნაბიჯები, მაგრამ მანამდე მოდით სალომეს ვკითხოთ, სალომე, როცა შენ ამ თემაზე მუშაობდი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში, ხო, სისტემატიურად მზადდებოდა რეპორტაჟები. დაგჭა ეს დაბეჭდილება, რომ ეკლესიასთან მიმართებაში სახელმწიფო უძლურია და ეს საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და იქ ჩაწერილია, ასე ვთქვათ, ყველა ის ნორმა, რომელიც უნდა აღსრულდეს ერის და ბერის შემთხვევაშიც არის მხოლოდ ფურცელზე და რეალობაში არ ხორციელდება. სახელმწიფოს ჩემი აზრით გაუჭირდა პასუხისგაცემა ეკლესიისთვის და ეს ჩანდა იმ განცხადებების შემდეგაც, რომელსაც სახალხო დამცველი ხშირად ავრცელებდა.
თუმცა დაგვიანებით, მაგრამ მან დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენ ხედავთ, რომ საკმაოდ ოპერატიულად ხდება ახლა გაეროს შესაბამისი დეპარტამენტის გადაწყვეტილების აღსრულება და ახლა უკვე 24 საათიან რეჟიმში ნამდვილად სოციალური მუშაკები ფსიქოლოგებთან ერთად ადგილზე მუშაობენ და ჩვენ სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან გვეუბნებიან, რომ საქართველოს მაგალითზე საკმაოდ დაჩქარებულად ხდება ბავშვების გამოყვანა, შესაბამის დაწესებულებებში გადაყვანა ან ოჯახებში დაბრუნება. შენ დაგრჩა ასევე შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნინო ლომჯარიას ანგარიშებში, ასევე მისი წინამორბედის ანგარიშებში ბევრი ასეთი მძიმე ფაქტი იყო აღნიშნული. თავად ომბუდსმენის მხრიდანაც იყო დაგვიანებული რეაქცია იმ კონტექსტში, რომ როცა ნახა ომბუდსმენმა, რომ მის დასკვნებზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ იყო, რატომ დატოვა ეს ბავშვები ამ კედლებში, ხომ? რატომ არ ატეხა განგაში? დაგრჩა ეს შთაბეჭდილება, რომ მაგალითად ნინო ლომჯარიას შეეძლო უფრო ადრე პრესკონფერენცია გაემართა და ეთქვა ჩვენთვის, რომ დამეხმარეთ, უძლური ვარ, რომ შევიდე, მონიტორინგი განვახორციელო და ხმა მივაწვდინო შესაბამის უწყებებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ სახალხო დამცველმა საკმარისი რეაგირება თავის დროზე, თუნდაც 2015 წელს არ მოახდინა, მაგრამ ჩვენ არაერთ ინტერვიუში ქალბატონ ნინოსგანაც მოგვისმენია, რომ მეტი ბერკეტი არ ქონდა. მე შევაბრუნებ კითხვას ქალბატონ ნინოსთან. ქალბატონ ნინო, როდესაც არ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი სახალხო დამცველის აპარატს, ხომ არ სჯობდა გარკვეული კონსულტაციების გამართვა მიგემართა ჟურნალისტებისთვის, თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენ მოგვემზადებინა შესაბამისი სიუჟეტები და გვესაუბრა პრობლემაზე ღიად. ჩართულიყო ამ პროცესში მესამე სექტორი, როგორც ეს უკვე მოხდა 2021 წელს. ხშირად საპატრიარქო გაკრიტიკებთ სწორედ ამის გამო, რომ იცინი, გარდა იმ კრიტიკისა, რაც ისმოდა ამ 2 თვის განმავლობაში, მათ შორის საპატრიარქოს და მეუფე სპირიდონის მხრიდან, ისმოდა, რომ სახალხო დამცველის მხრიდან ამ ძალადობრივი ქმედებების შესახებ მათ არაფერი სმენიათ და თქვენ არ მიგიმართავთ საპატრიარქოსთვის. რატომ არ გამართეთ კონსულტაციები მათთან? რატომ არ ჩააყენეთ საქმის კურსში, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ საკმარისი არ აღმოჩნდა ანგარიში, რომელიც იყო გავრცელებული საზოგადოებაში? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე ესე ვთქვათ, ჩემი ომბუდსმენობის დროს 2017 წლის ბოლოს გავხდი ომბუდსმენი, ჩვენ შევედით ინოწმინდის პანსიონში ბოლოს 2018 წელს, თუმცა მას შემდეგ რაც ჩემმა წარმომადგენლებმა დაიწყეს გასაუბრება ბავშვებთან, ანუ მათ უნდათ ინდივიდუალურად გასაუბრება, შემდეგ ძალიან აგრესიული ფორმით აიძულეს დაეტოვებინათ მაშინ პანსიონატი და ამის შესახებ მე მქონდა რეაგირება, გავავრცელე განცხადება. საკმარისი იყო დღევანდელი გადასახადი. კი ბატონო, მე წელსაც რეაგირება იგივე იყო, ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, თუმცა წელს როგორც ჩანს საზოგადოება უფრო მეტად მგრძნობიარე აღმოჩნდა ამ საკითხის მიმართ და მედიის უწყვეტი ინტერესი იყო. ანუ რეალურად, პრაქტიკულად 2 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი არ იყო უწყებების მხრიდან და არც თქვა საპატრიარქოს მხრიდან და პოლიტიკოსები გახსოვთ ხო ზურგსაც კი აქცევდნენ ამ შეკითხვას და არანაირი კომენტარი არ იყო. მედიამ თითქმის 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად ესე მთავარ თემად აქცია. თუმცა რამდენიმე წლის წინ ეს ასე არ მოხდა. მე მახსოვს რამდენიმე მედია საშუალება, რომელმაც აქტიურად გააშუქა ეს საკითხები, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესის და საყოველთაო მედია ინტერესის საგანი ეს არ გახდა. მადლობა სალომე შენ ამისთვის. თუმცა რა თქმა უნდა საყვედურებს, ანუ მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის არ დგება რაღაცა მომენტი, როდესაც უფრო მეტად აქტუალიზდება საკითხი. მე ვფიქრობ, რომ დღეს საზოგადოებაც, მედიაც, ყველა და ჩვენ სახალხო დამცველიც უფრო მომზადებული შეხვდა ამ საკითხს. როდესაც ჩვენ 2020 წელსაც სადაც შესვლა და ვერ შევედით, შემდეგ დაიწყო ძალიან მალე პანდემია და ყველა ინსტიტუცია დაიხურა და უბრალოდ ვერც ესე ვთქვათ, მათ ლეგიტიმური პასუხი ექნებოდათ, რომ არ გვიშვებენ პანსიონში და ის ვერ გახდებოდა ესე ვთქვათ საგანი მსჯელობის, თუმცა 2021 წელს ჩვენ ძალიან ვფიქრობ, რომ სტრატეგიულად სწორად მოვემზადეთ, დავიგეგმეთ ბევრი, მათ შორის ესეთი ინფორმაციები მოვიძიეთ, რასაც არ ვაკეთებთ ხოლმე სხვა შემთხვევებში და ვფიქრობ, რომ ერთობლივად საზოგადოების, მედიის, ალბათ ჩვენიც არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევები ჩვენ ნამდვილად შევიტანეთ გარდატეხა ამ პროცესში და ეს ალბათ ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. დიდი მადლობა თქვენ, რომ ანგარიშებში ასახეთ ყველა ეს პრობლემატური საკითხი და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სალომე ბოკუჩავა იყო ის ჟურნალისტი, რომელმაც წამოიწყო განგაშის, ასე ვთქვათ,
კამპანია. ნამდვილად ძალიან მოკლე მედიამ პასუხები ძალიან მჭირდება დიდი როლი თქვენგან რამდენიმე ითამაშა ძირითად პროცესში. კითხვაზე, ხო მართლა ძალიან მოკლე კარგი, პასუხები. თქვენ უკვე შევხვდით ბავშვებს, რომლებმაც უკვე დატოვეს პანსიონი. იკვეთება თუ არა კონკრეტულად მეუფე სპირიდონის პასუხისმგებლობა. ხომ არ გამოიკვეთა რაიმე ახალი ფაქტი, სადაც ძალადობის უშუალო, ასე ვთქვათ, პროცესში მონაწილეობდა მეუფეც. პირველ რიგში ვიტყვი რა 20-მდე არასრულწლოვან და სრულწლოვან ჯამში ალბათ პირს გავესაუბრეთ ან მე ან ჩემი წარმომადგენელი, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ უშუალოდ მეუფე სპირიდონი იყო ჩართული ძალადობის პროცესში. ერთ-ერთი გოგონა მაგალითად წერს ბოლო წერილი, რაც მე ვიღეთ, რომ აი, როდესაც დასესხლიანებული ვიყავიო, ყელზე მქონდაო, ესე ვთქვათ, მეტყობოდაო, მეორე დღეს შემოდიოდა მეუფე სპირიდონიო და ყველას დაგუბანესო თავზე, წაგვაკრესო თავშალიო და მე კისერზეც მქონდაო თავშალი შემოხვეული, იმიტომ რომ მეუფე სპირიდონს ვთქვათ არ დაინახა და მითხრესო რომ მოვფარებოდი და ესე ვთქვათ თვალში არ გავჩხეროდი, ასე ვთქვათ მეუფესო და ანუ ჯერჯერობით არ იკვეთება ასეთი რეალობა, რომ მეუფე სპირიდონის საქმის კურსში იყო. თუ შეიძლება დავამატებ, რომ ამჟამად მიმდინარეობს ძალიან დიდი ზეწოლა იმ ახალგაზრდებზე, რომლებმაც მისცეს ჩვენებები გამოძიებას მათ მიმართ და მათი მეგობრების მიმართ განხორციელებული ძალიან სასტიკი მოპყრობის ფაქტების თაობაზე, რამდენიმე ბავშვი გამოაძევეს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უნივერსიტეტიდან და მე მინდა საპატრიარქოს მიუმართო მათ, რომ ამ ახალგაზრდებს არ აქვს წასასვლელი, სახალხო დამცველი შსს-თან ერთად ცდილობს, რომ რაღაც ზოგი სასტუმროში წავიყვანეთ, ზოგს თავშესაფარს, ესე ვთქვათ, ვეძებთ და ასე შემდეგ და მე მინდა ყველას ვთხოვო, რომ პირველ რიგში შეწყდეს. ეს არის ახალი მოვლენები, დიახ, ორი ბავშვი იძულებით დაატოვებინეს, ორმა ახალგაზრდამ დატოვა, იმიტომ რომ ხარს უჭერდნენ ამ ახალგაზრდებს და მათ არ აქვთ ოჯახები, არ აქვთ სახლი, არ აქვთ შემოსავალი და რა ვიცი, მინდა ალბათ ჩვენ რაღაცა გარკვეულ კამპანიასაც დავიწყებთ, რომ ამ ბავშვებს რაღაც მუდმივი სტაბილური საცხოვრებელი და თავშესაფარი და ჭერი ჰქონდეთ და იმედია საზოგადოებაც ესე ვთქვათ ჩაერთვება ამ პროცესში. გამოვხატავთ სურვილს ჩვენ და კურიერი, რომ ამ კამპანიაში დაგეხმაროთ და ჩავერთოთ ამ პროცესში, ველოდებით თქვენგან ინფორმაციას. მიუხედავად იმისა, მეუფე სპირიდონი იყო თუ არა უშუალოდ ძალადობის ფაქტებში ჩართული, ის არის ამ შემთხვევაში ამ დაწესებულების მმართველი და გარკვეული პასუხისმგებლობა იქ დაარსებულ ძიმე ფაქტებზე, თუ კი ასეთი ფაქტების არსებობა ბოლოს ადასტურდა გამოძიებით, მასაც ეკისრება. ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვიშვებდნენ პანსიონში, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო ნამდვილად. გაბატონო, მადლობა, რომ მოხვედით, უპასუხეთ ჩვენს კითხვებს და მადლობა, რომ გამოაქვეყნეთ დასკვნა, რომელმაც გვაჩვენა დღეს არსებული რეალობა. კარგად სანდო. ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით ახალი თემით, მანამდე კი გეტყვით თუ რა გელოდებათ ასევე დღეს პიესში. ლეგენდა ცოცხლდება. მე მგონია ეს ბავშვი უნდა წავიდეთ, ალბათ მარცხნივ შევხვდებით. ავარი არ ჭკა. პიესის ექსპედიცია წარსულში. დაკარგულ ქალაქში დავხეტია. თომა ჩაგელიშვილი და ნიკა ლებანიძე დაკარგული ქალაქის ძიებაში. ისე არა უსაფრთხო აქ. ქალაქი, რომელზეც საუკუნეებია არავინ არაფერი იცოდა. ხელზე გავატარეთ აი ამ დაკარგული ქალაქის ძიებაში. პირველად მხოლოდ პიესში. გაგრძელება იქნება. გიორგი ქორქიას ბრძოლა ცხენებით. გამოცდილება არ მაქვს, ცხენს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ასე რომ წავედი. ბრძოლა ტრადიციების შენარჩუნებისთვის და ცხენების სასაფლაო პიესში. ამ ადგილზე სადაც მე ვდგება რა ხარ, ცხენების სასაფლაო. სიცოცხლის ფასად გადარჩენილი იპოდრომი და უძველესი ქართული თამაშობა. ძიმე სოციალური ფონი, რომელზეც გადაცემის დასაწყისში მოგიყევით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის, გამოც მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს ტოვებენ და უცხოეთში მიდიან. ჩვენი ქვეყანა იმ 4 სახელმწიფოს შორისაა, სადაც მოსახლეობა ემიგრაციის ხარჯზე ცირდება. არაოფიციალური მონაცემებით 1,400,000-მდე მოქალაქე საზღვრებს გარეთაა გასული, რომ ოჯახები არჩინოს. ქართველი ემიგრანტების სიმრავლით გამოირჩევა იტალია, სადაც პიესის ჟურნალისტი დავით კიკალიშვილი ჩავიდა ის რომიდან კიდევ ერთხელ გვიერთდება. დავით, კიდევ ერთხელ მოგესალმები. გაგიგიათ გამოთქმა ყველა გზა რომში მიდისო და პოსკრიპტუმმა გადაწყვიტა თავისი ევროპული ტურნე ამ ლეგენდებით სავსე ქალაქიდან დაეწყო. ჩვენ ბევრ საინტერესო თანამომრავლეს შევხვდით, ვინც ცდილობს ამ ახალ გარემოში თავი დაემკვიდროს და ამ დროს თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს. რამ პაშესთან ერთად ამ ტურნეს შემოგთავაზებთ. ბიანი რამ? გამარჯოს, უხურეთ პოსკრიპტუმ. სუპერ.
ამ სახლში რომის სამრევლოს წინამძღვარი მამა ივანე ცხოვრობს. ეს კი ფაბრიკა დი რომაა. ამ რეგიონში ბევრი ქართული ოჯახი ცხოვრობს და ზოგიერთ მათგანს დღეს შევხვდებით და მათ ისტორიებს მოვისმენთ. ამო. რად ხარ? მიდივართ ხო? კი. კეთილი. სუნსულას უნდა დავემშვიდობო, თორე. სუნსულიკო, მოდი. აჰა, უნდა წავიდე. სახლში შენ არ ხარ, კაციც შენ ხარ და ქალიც შენ ხარ, ხო? კეთილი. ნახავ და სახლში ითამაშე. ოკეი. ჩავიძეთ მაშინ და გავემგზავრთ. განმოცემით აქ იყო ქვის მთლელი ფაბრიკები, ცეხები. აი აქედან მიქონდათ რომში ქვა. აი ამიტომ შეერქვა ფაბრიკა დი რომა. აქ შევხვდები ქართველებსაც ვინც ცხოვრობენ. აი მარიკაც. მარიკა სად მიდიხარ? რამდენი წელი უკვე იტალიაში ხართ? 2 წელზე მეტია. 2 წელი და 2 თვე. მუშაობთ სადმე? დიახ, აი სახლში. აქ ახლოს. აცრების სიტუაცია როგორ არის? ბევრს შეეშინდა, ვინც არალეგალურად არის ჩამოსული, რომ აცრას სჭირდება რეგისტრაცია და მე რო არ დაადეპორტონ. იცით როგორ არის, ჩემს ირგვლივ აქ არავის მსგავსი პრობლემა არ შექმნია. სავალდებულოც არ არის ჯერჯერობით ჩვენი ასაკიდან გამომდინარე. აბა დამანახე სად არის? აბა მე ზარ ჩამოვარდე. ქართველწერია. 2013. ლაშა კობაძე. რამდენი წლის იყავი მაშინ? 20 წლის. ალბათ გიტარაზე უკრავდით რაღაცა? კი. მაგარია. ძალიან ლამაზი ადგილია. ჩვენ ახლა დასახლება კარბონიანაში ვართ, კობაძეების ოჯახთან სტუმრად, უკან ფარნეზეების განთქმული სასახლე, აკიდე ძველი სამრეცხაო, სადაც ქალბატონი მოდიოდნენ ხელით რეცხავდნენ ყველაფერს, მაგრამ ეხლა სხვა თემაზე ვილაპარაკოთ. როდის ჩამოხვედით იტალიაში? 2004 წლის 16 დეკემბერს. და მარტო ურნი ხო, დედაშვილი? მე და ეთერი ჩამოვედით, ეთერიც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები ძალიან რთული და მოგვიწია აქეთ ჩამოსვლა და სხვათა შორის კარგი ვქენით, იმიტომ ეთერი გადაარჩინეს. ეთერ, როგორც ვიცი, შენ დღეს ხარ იტალიის წითელი ჯვრის ახალგაზრდული ორგანიზაციის პრეზიდენტი. აი, ძირითადად რითი საქმიანობთ ახლა? ჯერჯერობით ვეხმარებით, ვისაც უჭერს, ანუ საჭმელი, ვისაც გაუჭირდა კოვიდის დროს. ანუ იტალიელსაც და უცხოელსაც. თქვენ როგორც ვიცი, სასწრაფოზე მუშაობთ. კი, მე 2013 წლიდან ვნახე ცოტა დრო, ეთერი კარგად იყო, ანა წამოიზარდა. გავიარე 2 წლიანი კურსი, რომ სასწრაფოზე დამთავრებთ, უსასყიდლოდ ვეხმარებით, როცა გამოგვიძახებენ. ქალაქში არ არის რთული და იმკვიდრო ადგილი, მაგრამ პატარა სოფლებში საკმაოდ რთულია. თავიდან მიყურებდნენ ეს უცხოელი და შორსგებოდნენ და 3-4 წლის მერე შევესწარი მეზობლების ჯგუფს, ჩვენთან უფრო ადრე ცხოვრობდა დიანა, ვიდრე თქვენთან, და ჩემია დიანა. ეს იყო ძალიან სასიამოვნო ფაქტი. ეს გახლავთ რომში ქართველებისთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი. რომის ცენტრში ქართული ტაძარი. რამოდენიმე ხნის წინ ტაძარი გაგვიტეხეს, ყველაფერი ვერ წაიღეს, მაგრამ შეურაცხყოფილად დაგვირბიეს. ყველაფერი წესრიგშია, ეხლა ეს განსაცდელით დავძლიეთ და ჩვენი ტაძარი აგრძელებს სულ ფუნქციონირებას. ეთილი იყოს ყველი მობრძანება ჩვენს ტაძარში. ქრისტიანს გამკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთქმელი დასაფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი წმინდა ღმერთო წმინდა ძლიერო წმინდა უგდოშებით ელმეც აგევედრებით ყოველთა ქრისტიანეთათვის უცხოეთში ყოფთა ჩვენი თანამემამულეთა ნინო მოწყობილი 2 წელია ვარ იტალიაში. ლუკა ლევანი მიყვარხართ ძალიან და მენატრებით. მე ვარ ანჟელა ბერაია, ვარ 2 წელია იტალიაში ემიგრანტი და ძალიან მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი მშობლები და დიდი სიყვარულით ყველას მოგიკითხავ და მივედია მალე ჩაგეხუტებით. მიყვარხართ. გელა მელაძემ თითქმის 4 წელია უკვე აქ ვარ იტალიაში. მადლობა უფალს, რომ შევძელი ემიგრანტობის მძიმე ცხოვრება. მენატრება მთელი საქართველო, განსაკუთრებით ჩემი დაძმა თავისი ოჯახებით. ანასტასია ჯენეტი 10 წელია უკვე რაც იტალიაში ვცხოვრობ. ყველაფერი მენატრება საქართველოში ოჯახის წევრებიდან დაწყება.
ძალიან მენატრება ჩემი შვილები, ელენე და გიორგი, ჩემი შვილიშვილი გიო და ჩემი ძმა ლევანი. მინდა მალე გნახოთ. Ram, take the microphone, please. Yeah, this time to speak with diplomats. Yeah. Drua diplomatemstan წავიდეთ. Okay. საქართველოს ელჩში. Let's go. Nothing result. Go, let's go. ჩვენ ახლა რომის გულში ვიადე პლებისჩიტოზე ვიმყოფებით. ჩემს უკან კი საქართველოს საელჩოა. ამ შენობის მეორე სართულზე წლებია თავად ბერლუსკონი ცხოვრობდა. საქართველოს საელჩოს მონაცემებით იტალიაში დღეს ოფიციალურად 15,000 საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, მაგრამ არაოფიციალურად შესაძლოა ეს ციფრი გაორმაგდეს. მე დამაინტერესა დღეს კოვიდის პერიოდში აქვს თუ არა მათ პრობლემები აცრასთან დაკავშირებით. ატა ბევრ ევროპულ ქვეყანაში, როდესაც აცრაზე მიდგა საქმე და რეგისტრაციაზე, ბევრ მიგრანტს, მათ შორის არალეგალ მიგრანტს გაუჩნდა ესეთი შიში, რომ თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან და აიცრებიან, შემდეგ მათ დაადეპორტებენ. აი იტალიაში როგორი პოლიტიკა ამასთან დაკავშირებით? როგორც წესი, ჯანდაცვა არის ცალკე საიმიგრაციო სამსახურისგან და ინფორმაციის გაცვლა არ ხდება და ეს საფრთხის შემცველი პრინციპში არ არის. ბატონო კოტე, როგორც ვიცი, ამ პანდემიის დროს იტალიის ხელისუფლებამ ძალიან საინტერესო გამოსავალი იპოვა არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებით. პანდემიას მოყვა დეკრეტი, რომელმაც საშუალება მისცა ჩვენს თანამემამულეებს, მათ ვინც არიან არალეგალურად რათა ოფიციალური გახადონ თავიანთი ყოფნა იტალიაში. როგორც ესე არალეგალური მიგრაცია იტალიისთვის საქართველოსთან არ განიხილება განსაკუთრებულ პრობლემად. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი, ამის შესაძლებლობა იტალიაში თუ როგორ შეიძლება საქართველოს იყოს ქვეყანა, საიდანაც ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ ჩამოსვლას და სეზონური მუშაობაში მონაწილეობის მიღებას და მიუმართოთ ოფიციალურ იტალიის მხარეს. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოხდება ამ სიაში და ეს მისცემს საშუალებას ჩვენს თანამემამულეებს ქვეყანაში არ იყვნენ არალეგალურად. ის ბოლოს ჩვენ ისე მამა იოანეს სახლში დაუბრუნდით. როგორც მან გითხრა, პატარა ბაღი აქვს, სადაც სულიერად ისვენებს. ო, სონსულა. როგორც ყოველთვის ტრადიციულად, როდესაც მოდივა, პატარა ბაღი მაქვს. ნახე პატარა უკვე ორი კვირის. აი პატარა კიტრი. სონსულა. ძალიან მიხარია, რომ დავით კიკალიშვილი ისევ ჩვენთან ერთად არის, უფრო სწორედ დავით კიკალიშვილთან ერთად ვართ ჩვენ. დავით კიკალიშვილი, რა თქმა უნდა, მომავალში არაერთ საინტერესო რეპორტაჟს შემოგთავაზებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. 6 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან და უგზო-უკლოდ დაკარგულების მოლოდინი. დღეს გავიხსენებთ წყალდიდობის დროს დაღუპულ ადამიანებს, რომელთა დაბრუნებასაც ოჯახები ამ დრომდე ელიან. აი არ შეგეშინე, აი აგერო, ვისაც შეგვიძლია გამოდინებობს ამ ქვეყანაში. ყველგან შევთხოვ უფალს, რომ დაგვებრუნოს ჩვენი უგზო-უკლოდ დაკარგული სერგო. 13 ივნისზე სულ ის შემგზვრელ ისტორიას ჩვენ ოდნავ მოგვიანებით მოვისმენთ. მანამდე კი უძველესი ნაქალაქ არის, სადაც პოსტსკრიპტუმის ექსპედიცია გაემგზავრა. კახეთში ცივი გომბორის უღრან ტყეში არის დაკარგული. ეკლესიები, საცხოვრებელი კვარტლები, კლდეზე გადაკიდებული ციხესიმაგრეები მის უზარმაზარ მასშტაბებზე გვიყვება. თუმცა მეცნიერების ნაცვლად აქაურობა განძის უკანონოდ მაძიებელთა სათარეშო გახდა. რა ერქვა ქალაქს, როგორ გამოიყურებოდა ის საუკუნეების წინ და როდის განადგურდა ეს უზარმაზარი დასახლება? თომა ჩაგელიშვილისა და ნიკა ლებანიძის სათავგადასავლო რეპორტაჟში ვნახავთ, მანამდე კი ვკითხოთ თომას, რატომ ვამბობთ, რომ დაკარგული ქალაქი აღმოვაჩინეთ? ნიკა, წარმოიდგინე, ამ ქალაქის შესახებ თითქმის არ იცის არავინ, მეცნიერებს არ უმუშავიათ, მხოლოდ ფრაგმენტულად არის რაღაცა ფრაგმენტები არის მისი ისი ძალიან ზერელეთ შესწავლილი ცოტა ხმამაღალი სიტყვაც კი არის, 1-2 ენთუზიასტი ადამიანი არის, ვინც ამაზე მუშაობს და სწორედ
ამ ენთუზიასტებმა გითხრეს, რომ აქ არის ეს დაკარგული ქალაქი, რომლის ზუსტი სახელიც ვეცადეთ რომ დაგვედგინა მათთან ერთად, მე მგონი დავადგინეთ ზოგადად, მაგრამ აი მაგას გეუბნებით შეუსწავლელი უზარმაზარ ტყეში ჩაფრული, მაგალითად ჯუნგლებში ჩაფრული, ამიტომ ამ კლდეებზე სასიამოვნო თხოვე ნიკას რომ წამოსულიყო ჩვენთან ერთად. ძალიან გაუჭირდებოდა ნიკას, არ არის შეჩვეული ასეთ რელიეფზე გადაადგილებას. ჩვენი ოპერატორებიც ისე გმირულად ყოჩაღად იყვნენ და მაგათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო სიუჟეტი. არა მარტო თორია მიხარია რომ ყველანი ჯანმრთელები დაბრუნდით და ინციდენტი ამ გადაღების დროს არ შეგვემთქვა. ძალიან რთული რელიეფი იყო, რაც ნახე კადრებში. რელიეფი რთულია, ამავე დროს ძალიან გვიჭირდა ორიენტაცია ტყეში, იმიტომ რომ მართლა 5 კილომეტრის რადიუსში არის ეს გაფანტული თან ტყეში, უღრან ტყეში არის მართლა ჩაფრული ეს ქალაქი და არა ვიცი, მართლა მე ბედმა გამიღიმა, რომ პიონერი გავხდი, პირველი ჟურნალისტი გავხდი, ვინც აი ამ ქალაქის შესახებ უყვება დღეს საქართველოს. თომა როგორც ვატყობ, შენ მალე ნიკას გაუწევ კონკურენციას და მწვერვალების დაპყრობაზეც არ იტყვი უარს. ნახოთ. მანამდე კი მოდით აღმოვაჩინოთ ერთად დაკარგული ქალაქი. აი ეს არის დაკარგული ქალაქის რუკა, რომელიც გამომიგზავნა მე თელავიდან ხელოვნებად ცოდნე ვახტანგ გაგნიძემ და მითხრა რომ ცინგომბორის მთებში არის ეს დაკარგული ქალაქი. აი მონიშნულიც არის ეკლესიები, საცხოვრებელი უბნები, ციხესიმაგრეები. რახან არ ვიცი ზუსტად სად მივდივართ, მე გადავწყვიტე მაქსიმალურად წამოიღო მთელი ჩემი აღჭურვილობა, ცოტა მძიმე ზურგჩანთაკია, მაგრამ მე მგონი მოვერევით. ახოც აგერ არის აი გველოდება. ახო გამარჯობა როგორ ხარ? გამარჯობა. როგორ ვაგზალებთ მოგზაურობას? კი ბატონო, ხავარი რაც არის სანახავი და შთამბეჭდავი, ეს არის ფსიტის ციხე, შემდეგ კუნტუსის ეკლესია, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. წავედით ხო მაშინ ესე იგი და? წავედით ბატონო, სანამ დროა. შეიძლება გაწვიმდეს კიდეც. გაუვალი ტყეა ხო ჩვეულებრივი ჯუნგლებში. რამხელა ნანგრევია, აი შეხედეთ მართლა. რამოდენიმე ნახე? რამოდენიმე 1 2 3 ეს არის ჩემი აზრით საცხოვრებელი კვარტალი. ტერასული დასახლება იყო, ბანიანი დასახლებები იყო ხოლმე და აი არქიტექტურას პირდაპირ კითხულობ. რამხელა კედელი მოდის, დახედეთ. მსგავსი რამეები ხდება ჩვენ აი 5 კილომეტრიან რადიუსში. ეს არის გადმოვარდნილი გუმბათის გვიანი შუა საუკუნეების გუმბათია, უკვე სავარაუდოდ ეს როგორც ჩანს, უკვე შაჰ-აბასის დროს დაანგრიეს, აქ რომ გაასწორეს მიწასთან. ეს არის სამავალ, უკვე აი უკვე აშკარად გვიანი შუა საუკუნეების ყობა თან მით უმეტეს პრობლემაც. როგორი აქვს? ყველაზე ადრეული ფენა რა გვაქვს ამ ეკლესიას? აი ყველაზე ადრეული ფენა თვითონ ფასადებზე ჩანს ქეოფის ყობაში. ეს რომელი ეპოქაა? ჩემი ვარაუდით ეს უნდა იყოს მე-7-მე-9 საუკუნე. აი აქ არის ის შესასვლელი, ხო? ეგან კი, სამხრეთ მხარეთ, კი. შესასვლელი რადგან არის? ამოვსებულია რა პრინციპში მიწით, იმიტომ რომ 1-2 მეტრი მაინც ხონა იყოს კიდე ამის სიღრმე რომ გამართული შეხვიდე. ამხელა არის დამარხული ჯერ კიდე. არა? ხო, ეს ნამდვილად პირდაპირ გვეუბნება თაღი რომ ეკლესიის შესასვლელია. მოკლედ ეხლა აქ ვარ და უნდა გადმოვინაცოთ, მაგრამ მე მგონი დინარის ხეობას გამოვუყვებით და შემდეგ ამოვხსნებთ. უფრო მარტივად მივიღოთ ადგილად. კეთილი, კარგი შენ გიჯერებთ. ამ შემთხვევაში ყოველთვის. შენობების ნაშთები არის კიდევ რა და კიდე შევხვდებით. ჭაობსაც მოვადეთ. ხმა არის? ეავია, მგონია ჯობია მოუვაროთ. თუ შეგვიძლია მოუვაროთ, მაშინ ჯობია რომ მოუვაროთ. 40 წუთია მოვდივართ უკვე პირველი ეკლესია სადაც ნახეთ, იქიდან აი 45 წუთია და ჯერ ვერ მივედით დანიშნულების ადგილამდე. კუნტუსის ეკლესიაც გამოჩნდა. აი რამხელა შენობა? რამხელა შენობა დგას, მართლა უღრან ტყეში შეხედე რა. რამხელა ქალაქი იყო, აქ რამხელა ტაძარი იდგა ამ ქალაქში, უბრალოდ შეხედე რა. და აი ეს არის ყველაზე ადრეული კორპუსი ამ შენობის. ძეგლი ჩუბინაშვილს დათარიღებული აქვს მე-11 საუკუნით. მთლიანად ეკლესია უკვე აგებულია ალექსანდრე მეფის დროს, მე-16 საუკუნეში. ეს აგური არის უკვე მე-16 საუკუნის, იმიტომ რომ მე-10 საუკუნეში ეს აგური არ გამოიყენებოდა. აი ეს წარწერა. ეს ტაძარი აგებულია ხელმეორით უკვე ალექსანდრე მეორის დროს. ვარ ტაძარში, ხო? ნაქალაქარის ტაძარში და ჯუნგლებში მართლა. სწავლია. ძალიან ბევრჯერ მიმეორებ ამას, მაგრამ მართლა რაღაც ერთ ემოციებიც
შეკავა მართლა მიჭირს რა. აქ ეტყობა საკურთხეველი იყო, ხო? საკურთხეველი იყო და უყურე, ეს რაც არის აგურით ამოშენებული, ეს არის როგორც ჩანს გვიან უკვე დარესტავრირებული. ალექსანდრეს პერიოდი მე-16 საუკუნე. ძველი ქვით რომელიც არის, ეს არის მე-11 საუკუნის. თუ აქ ცხოვრება დუღდა შუა საუკუნეებში, ხო, აი როდესაც მართლა საქართველოს ოქროს ხანა იყო. შემდეგ უკვე მონღოლების დროს, თემურლენგის შემოსევების დროს რო განადგურდა კახეთის სამეფო მე-15-მე-16 საუკუნეში ფეხზე დადგა და აი როგორც ჩანს, მაშინ დაიწყო ოქროს ხანასავით კახეთისათვის, სანამ შაჰ-აბასის ლაშქრობები გაანადგურებდა აქაურობას. აი კონსერვაცია სჭირდება და არა რესტავრაცია და არა რაღაც თანამედროვე ევრორემონტი რა. ჩვენ ვიყავით, აი აქ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც ნახეთ, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიად მოვედით, აი ამას ქვია კუნტუსის იოანე ნათლისმცემლის სახელობის კუნტუსი ასნიშნავს, ვიცით? არავინ არ იცის. ესეც კიდე ცალკე საკვლევი თემებია. ახლა მივიდივართ, აი ფსიტის ციხე სადაც აწერია, ეს არის ამ ქალაქის ციტადელი უკვე. გავაგრძელოთ მოგზაურობა რა, ფსიტის ციხეს. და სახიფათო ხო არ ჩანს პრინციპში, აი პირდაპირ სახიფათო არის. ებია მაინც და უფრო მარტივად. ნახოთ კი ადგილზე ხმა სიტუაცია. აქ ზოგი ხე დამპალია და ფრთხილად. უბრალოდ ხელებით უნდა დაახმაროთ ეხლა ყველა ვარიანტი. ციტადელზე ავდივართ და ჩვენ ავდივართ, მე ჩემი წონა შეადგენს რაღაც 3 კილოგრამს. როგორ ააშენეს იქ ამ ხელა ციხესიმაგრე რომელიც დაბლიდან ჩანდა. აი ეს მონაკვეთი გვაქვს ახლა დარჩენილი და მე უკვე გამოჩნდება რა არის ზემოთ. რა ხელა გვალავანია შეხედე, ნიკა ორად შეხედე რა. მე ემოცია მეძალება ხოლმე ესეთი რაღაც რა ხდება, ვერ ვიკავებ თავს. ესა გავს ვახტანგ გორგასლის პერიოდს მე მგონი. გამსიბაღლე კედელია, შეხედეთ, ეს კედელი იქნება ერთი 10 მეტრი მაინც. შიდა სივრცეში ვართ. ერთი სართული, მეორე სართული, მესამე სართული, დაკვირვებული თვალი სჭირდება ამას და ყველაფერს დაინახავთ კარგად. ხელი ნაწილი არის გადახურვა და ეს არის კოშკის ნაწილი იქიდან და მე ეს უკვე ღია კოშკი იქნებოდა ალბათ არა? აგერ არის ერთ ქვედა სართული კიდე. და ახაც არა. შევიხედავ აბა. შემოვიდე? მაინც არ არის. არის ორი კაცის ადგილი. ორი კაცის ადგილი არის. მოხოხავ. მოხოხდი. აქედან სათოფური იყო ეთყობა. უკვე გვიან შუა საუკუნეებში ალბათ სათოფურები გააკეთეს, მაგრამ არა, სათოფური აქ არ არის და გეტყვიათო, აქ თოფი ვის უნდა ესროლო, სადამდე მიუწევ. აქ იხედები უბრალოდ როგორც ჩანს. აი ზევითაც. ზევითაც არის კიდე ერთი და მე ხო, აი ხედავ, აი გადახურის კვალი არის. ხედავ, აი აი გადახურის კვალი და აქ უკვე სახურავი იყო. აი როგორც ეს არის გადახურული სიპიქვით. აქედან მიდიოდა გზა, თელავიდან მიდის გზა თბილისში აი ამ გზით. გადადიხარ ვერონას ციხესიმაგრეზე და გადადიხარ უჯარმაში. ანუ აღიან კონტროლდებოდა მთელი ეს. კონტროლდებოდა მთელი. ეს არის ჰერეთ-კახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები, ასე რომ ვთქვათ. აქ არის ჰერეთიც და კახეთი. კახეთი წარმოიდგინეთ, თუ ისტორიულ-გეოგრაფიულად არის კახეთის დედაქალაქი იყო თიანეთი. ანუ თაში არის უფრო ჩრდილო-დასავლეთით არის კახეთი, აი მე-10 საუკუნეში. და აქ სადღაც ძალიან ახლოს და გააეროს საზღვარმა და მე კახეთის დედაქალაქი გადმოაქვს კვირიკეს თელავში და მაშინ საერთიანებს და კახეთ-ჰერეთის მეფე ხდება. წყლის რეზერვუარი. რა ხე, ამ ხელა წყლის რეზერვუარია. ეს წყლის რეზერვუარი იყო. კი, უყურე შელესილია, ხედავ? ესას გეუბნება, ანუ შელესილია, აი დარჩენილია ისა რა ქვია. შელესილობა, იმიტომ რომ აქ აგროვებდნენ წყალს. და ციხე თუ ალყაში მოხდებოდა, წარმოიდგინე, თვეობით უნდა გაეძლო რა. შეიძლება წყლობითაც გაეძლო და რა, თავარი რა არის, ადამიანს მოგოდეს საკვები და წყალი. წყალი ახლა ამ იმაზე საიდან უნდა მოეტანოთ, ხო? შესაბამისად, აქ ძირითადად გროვდებოდა სავარაუდოდ წვიმის წყალი. ციტადელი ხო, აი ეს, სადაც დასული თლიან გადახურებდა თლიან ქალაქს. თელ ქალაქს გადახურებდა და აქ ვინ ცხოვრობდა, წარმოიდგინე, როგორი ხედი ჰქონდა. ერთი ეს რომ ლამაზი ხედი გაქვს, თავარი ეს ხო არ არის, თავარი ის არის, რომ სამხედრო სტრატეგიული დანიშნულების არის. ნახე როგორ აკონტროლებ აქედან ყველაფერს და იქიდან მხარეს თუ გადახვალ, იქიდანაც ყველაფერი ჩანს პრინციპში რა. აქ ადამიანის ცხოვრების უწყვეტი კვალი მოდის ნეოლითიდან, ბრინჯაოს ხანიდან. კი. ანუ ინტენსიური ცხოვრების კვალი ფიქსირდება რა ამ ტერიტორიაზე, არ არის დაკარებული წერაფი არქეოლოგების მიერ. ქალაქი გამოდის რომ აი თბილის მცხეთას აკავშირებდა ჰერეთთან და კახეთთან და ეს ქედი იყო ჰერეთისა და კახეთის გამყოფი. მე-11 საუკუნის ძეგლი არის ქართლის ცხოვრება და იქ წერია რომ თარგამოსი როგორც არის ლეგენდარული ესე იგი პირველი ჩვენი მთავარი წინაპარი და მას ყავდა შვილები ერთ-ერთი იყო ჰეროს რომელსაც უბოძა მიწები ხო გაანაწილა მცხეთოს მისა კახოს და ასე შემდეგ ჰაოს ქართლოს და ასე შემდეგ და ერთი ჰეროს და მას მისა და მისი ჰეროს ჰერეთი უბოძა და იქ არის აღწერილი რომ
უბოძაო ალაზანის შესართავამდე ხო? ახო ესე არის ქალაქი ტყეტბა, რომელსაც ეწოდებაო გულგულაო. და აქ დრამა გათამაშდა, როდესაც გიორგი ბრწყინვალე მოიწვია აქ დიდებულები, რომლებიც განდგომილები იყვნენ და მონღოლების მხარეს იყვნენ და მეფის მხარეს არ იყვნენო. გიორგი ბრწყინვალემ დაახოცინაო ეს განდგომილი მთელი თავადაზნაურობა, ვინც იყვნენ თავადები არ ერქვათ, მაშინ დიდებულები ერქვათ. წარმოიდგინეთ და შეიძლება მართლაც აი აქ მოხდა ეს დრამა და მართლა შეიძლება აქ მოხდა ეს, რა ვიცი, საშნელი სისხლის ყრა არბალთ. მაგრამ აი მაშინ წერს მემატიანე რომ აი ამ ნაბიჯმაო გააერთიანაო საქართველოს მაშინ ჯერ კიდევ. აი ეს არის ქვედაციხე. ანუ ჩვენ უნდა შევიდეთ ახლა ჩავიდეთ ესე. ხო. და შევიდეთ ამ თავარი შესასვლელით ქვედაციხეზე. ოპა. ხილად უკან არ გადახვიდე, გადავარდები. გადავარდები. აქ არის ერთი საგუშაგო კოშკი, აი ესა ხო ერთი? ხო. კიდე ერთი საგუშაგო კოშკია. თან ნახე რა მხელა. აი მთლიანად. აჰა. ვახო ის კარიბჭეა იქა? კი. ვაუ. აი როგორ გიწება ყველაფერს როგორ მოდიოდა თაღი და აი ვახო რასაც მეუნებოდი აი ჭიშკრის ჩასაკეტი. ხო, ურდული. აი ეს არის. 1 2 აი უყურე. აქ გაუყრდნენ დიდი ძელი გაეყრებოდა აქედან აი ამაში. ამაში. ხოდა ეს კარები ჩაკეტილი იყო. ამის შემოგრევა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი. ეს კედელი არის აი სისქე თუ ხო? ეს კედელი არის აქ აშენება. მე მგონი იმაზე უფრო რთულია. იყო. აბა, ამდენ შეუიმაზებდით. ნახეთ. ეს არის ქალაქში, ქალაქის ქვედაციხეში, ანუ თავარ ქალაქში თავარი შესასვლელი წარმოიდგინეთ თავის ჩამკეტებით, თავისი კამარით, როგორი იყო, აი რაღაც ხადად ხედავ ყველაფერს და ეს შემოდიოდა და გაიშლებოდა უკვე შეთვალწინ უკვე ქალაქი როგორი იყო. ეს არის ეკლესია? აი ეს. ყველა ციხეს აქვს თავისი ეკლესია. ეს ეკლესია, ეს უკვე გალავანია. აი აქ ეტყობა კიდევ კარგად. ქვედაციხე მთავრდებოდა აქ. ერთ-ერთში მეორებს უჯარმას. ერთ-ერთში. აი ეს არის, რა ვიცი, კლასიკა. ადრეული შუა საუკუნეების. ეს ადგილას შენდებოდა ციხეები და სიმაგრეები, იმიტომ რომ მტრისათვის აუღებელი ყოფილიყო. საფრთხო გარემო არ არსებობდა, ამიტომ ადამიანები ცდილობდნენ რაც შეიძლება მაღალ მთაზე აეშენებინათ ციხე-სიმაგრეები, იმიტომ რომ ციხე-სიმაგრეებიდან აკონტროლებდნენ სიტუაციას, ინფორმაციასაც კი სწრაფად იღებდნენ. დაინახავდნენ ტერიმოდის, აქ რო ცეცხლს აანთებდნენ, რამდენიმე ათეული კილომეტრზე მეორე კოშკი დაინახავდა. ეს იყო ყველაზე გამაგრებული ადგილი მთელ ქალაქში. მერე მე-9 საუკუნეებია, აი, აჰა, ბატონო, ამდენ საუკუნეს გაუძლო. ახეთსაც შეეხება ყველაზე დიდი ნგრევა რაც ჰქონდა, ეგ იყო შაჰ-აბასის პერიოდის ეპოქა, რამაც აი თლიანად მთელი ქალაქები დასცა მართლა რა და იმდენად იყო განადგურებული ქვეყანა, რომ სასახლე აღარ ჰქონდა, მეფესაც კი მოცნულ სახლში ცხოვრობდაო და ელჩები რომ ჩამოვიდოდო მთელ კახეთშიო 30 იურემი ძლივს იშოვესო, რომ მათი ესკორტი გაეკეთებინათ რუსეთის ელჩებს. ესე იყო ქვეყანა განადგურებული. აი მე-11 საუკუნის ძეგლი რო გვეუბნება, აქ იყო ქალაქი ტყეტბა, რომელსაც აწქვია გულგულა და ვახუშტიც მაგას გვეუბნება. აქედან 2-3 კილომეტრში პატარა სოფელი მაინც იყო დარჩენილი გულგულა, რომელიც აი მე-20 საუკუნეში გადავიდა უკვე თელავთან. ეს არის ჩვენი საქართველო, ეს არის ჩვენი ქვეყანა, რამდენჯერმე თქვია, დღეს მართლა აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით, რომ ერთხელის გაწვენაზე შეიძლება საკუთარ ისტორიას სულ სხვანაირად შეხედო ადამიანმა. და ხელით შეეხო. და ხელით შეეხო საკუთარ ისტორიას. მართლაც. ასე რომ გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება და თომასთან და ნიკასთან ერთად კიდევ ბევრ ასეთ ლეგენდას და ისტორიას გავაცოცხლებთ. დარწმუნებული ვარ. თარჩია, ყაბახი, ჯილდაობა, მკერდაობა, ეს ქართული საცხენოსნო თამაშებია, რომლებიც დღეს უბრალოდ სიტყვებად შემორჩა. რამდენიმე ათეული სახეობიდან მხოლოდ მარულა, ისინდი და ცხენბურთია შემონახული. თუმცა, რამდენიმე წელიწადში შესაძლოა ეს სამიც ყველას გადაავიწყდეს. გიორგი ქორქია და თორნიკე კოშაძე შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღემდე საკუთარი ხარჯითა და ენთუზიაზმით ინახავენ ამ 26 საუკუნოვან ტრადიციას. გიორგი ქორქია ამ უძველეს თამაშობებშიც ჩაერთო სხვათა შორის ის ადრე ცხენოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო და საინტერესოა ამჯერად როგორ დაძლია ახალი გამოწვევა. ვკითხოთ გიორგის. არ არის მარტივი სხვათა შორის ითამაშო ცხენბურთი, ითამაშო ისინდი, იმიტომ რომ სულ სხვა არის კლასიკური სახეობები, სულ სხვა არის ეროვნული, ხო? მაგრამ ეგეთი ადრენალინი, ეგეთი მუხტი რაც იქ დგას, იმიტომ რომ აი სიუჟეტშიც მაქვს, ეს იყო მზადება ბრძოლისთვის, ომისთვის, ხო, ნებისმიერი. აი იგივე შე რო ახსენე ყაბახი არ ვისაც ნახე აქვს დათათ უკაცრავად ბაშიაჩუკი.
ჯულდის რით რო ეს რა აი გარის აი იმ ფილმის მე არც არავის არ თამაშია მეგონი იქ იმიტომ რომ ყველაფერი წავიდა დავიწყებისკენ სწორედ ამაზე შეტკივა გული ყველა ჩემ რესპონდენტს რომელიც ყავს სიუჟეტში და სწორედ კერძო პირების შემოწირულობებით თუ არსებობს დღეს კიდევ რაღაც ეროვნული სახეობა ეს არის კერძო პირები უბრალოდ რა რამდენი ადამიანია სულ ეგეთი ეს ინტერესის თუ გაქრა დაიკარგება ეს უმაგრესი ჩვენი ტრადიციაც ეს სამი ცალი შემორჩენილი სახეობა. ამ რეპორტაჟში ძალიან საინტერესო და ძიმე ისტორიებსაც მოვისმენთ და ამ რეპორტაჟის ერთ-ერთი მთავარი გმირი არის ჩემთვის გმირობის მაგალითი. თუ რატომ ამას ვნახავთ ჩვენ რეპორტაჟში. მე მიხარი ამ სპორტში რო ვარ და მინდა რომ ვიჯენო. საბასთვის ცხენოსნობა ყველაფერია. დღის დიდ ნაწილს ის ცხენებთან ატარებს. წვენს, აჭმევს, ავარჯიშებს. გამოცდილება დიდი არ აქვს, თუმცა გარკვეულ შედეგებს უკვე აღწევს. პირველ მსვლელობაზე წავაგე, მე 4 მოვედი, მაგრამ მეორეზე მოვიდი. ეს დოღი კი ამ საუბრიდან 9 საათში გაიმართა. საბა კვლავ პირველი იყო. იმას რომ ცხენოსნობა მისი სპორტია პატარაობიდანვე მიხვდა ბარბარეთს. ტურნირებზე ის ხშირად ერთადერთი მხედარი გოგოა, მაგრამ თავს დოღის დროს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. სხვათა შორის ცხენოსნობა ერთადერთი სპორტია, სადაც ქალიც და კაციც თანაბრად მონაწილეობს. კაცია თუ ხალი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. თანასწორად უნდა მოკლედ თავს. როდესაც ვიყავი დაახლოებით 5 წლის, მაშინ მივედი პირველად თბილისის იპოდრომზე. და საერთოდ მაქედან დავიწყე ეს ცხენთან ურთიერთობა და საერთოდ ამ სპორტის შესწავლა. ახალგაზრდა მხედრები სპორტულ მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ, რასაც ვერ ვიტყვით უკვე გამოცდილებზე. თუ 3-ათეული წლის წინ იპოდრომები სათანადოდ ფინანსდებოდა, დღეს ყველაფერი პირიქითაა. განსაკუთრებით კი ამით ეროვნული სახეობები ზარალდება. დღეს ეროვნული სახეობები იმ დღეშია, რომ ძალიან უჭირს რა ვთქვათ, საცხენოსნო სპორტულ სკოლას ეროვნულ სახეობაში. იმიტომ რომ ფინანსები არ არის ფიზიკურად. ცხენებს რომ ყურადღება მივაქციოთ, რაც სჭირდება სპორტულ ცხენებს, იმის საშუალება არ არის. ისევ აი ესე კერძო მეპატრონეები თუ გვეხმარებიან. აბაშის იპოდრომი ადრე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დღეს კი მის დირექტორს ბევრი ფიქრი და მუშაობა უწევს იმაზე, თუ როგორ შეინახოს ცხენები. ანალოგიურ დღეშია სამტრედიის იპოდრომიც. რამდენიმე წლის წინ აქ საუკეთესო ცხენები უბრალოდ შიმშილით ეხოცებოდათ. 12 წელიწადში 8 ცხენები შეერყავდა. და ამ ადგილზე, სადაც მე ვდგება რა, ახლა ცხენების სასაფლაოა. ერთი 20 ცხენი მაინც ყავს ინგლისურები და ამერიკულები დასაფლავებული. შიმშილის განკვდარი. მე ვღებულობ ხელფას 320 ლარს. მე კიდე იმ 320 ლარიდან 120 ლარი ცხენებს ვახმარ, ცხენებს ვახმარ. და 200 ლარი მიჩება ჩემს ორშუშომ უწილადო. აქაურობის შენარჩუნება 75 წლის პავლე კაპანაძეს დამსახურებაა. 90-იანებში მას მთელ ოჯახთან ერთად თავლაში ეძინა, იმისთვის რომ ცხენები არ მოეპარათ. სახლი მივატოვე, ჩემ კაბინეტს 10 ფანჯარა ჰქონდა, 10 კარები. მაგიდაზე ვიყავი მე დაწოლი და მეზობელმა მათხოვა ლეჟანკა და იმაზე იწვე ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი. შემოვიდა ხალხი, გამწარებული იყო ყველა ქურდობაზე და წართმევაზე და ყაჩაღობაზე. ჩემია, თოფი მქონდა სახლიდან წამოღებული. მოვიდარე და ერთი სამი გეზი გაუშვი ჰაერში, გაუშვი და გაფრინდნენ სულ ყველა. უიმე დედა პაჭული აკარაყობე და საცხენოსნო ეროვნული სახეობებიც ნელ-ნელა დავიწყებას ეცემა. რამდენიმე ათეული მხედრული თამაშიდან მხოლოდ 3-4 შემორჩა. ბავშვები მივიღოთ, ისწავლონ, გაიზარდონ შოკეები, ამის საშუალება არ არის ფაქტიურად და ამის საშუალება როცა არ არის, ცხენი არ არის, წვრთნელი არ არის, ბავშვი არ არის და აბა საიდან წავა წინ. ეროვნულ სახეობაში ყურადღებას არ აქცევს არავინ, რომ ეს არ დაიკარგოს. ქართული ეროვნული საცხენოსნო სახეობები ყოველთვის იყო ძალიან ლამაზი სანახავი და ძალიან დინამიური საყურებელი.
თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ის, რომ ნებისმიერი ეს ქართული სახეობა არის ერთგვარი მზადება ომისთვის, ბრძოლისთვის, ანუ რეპეტიცია, გენერალური რეპეტიცია, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი ისაა, რომ ეს რაც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, დღეს 21 საუკუნეში უკვე ნელ-ნელა დაუწყებას ეცემა, იმიტომ რომ რამდენიმე ათეული სახეობიდან შემოგჩა სულ 3, მაქსიმუმ 4 სახეობა. ფაქტი ერთია, რომ დღეს აქ სამტრედიის იპოდრომის აი მინდორზე ისეთი ნამდვილი ცეცხლი დაინთება, იქნება ძალიან მაგარი ბრძოლა, იქნება მაგარი დოღი, იქნება ისინდი, იქნება რა თქმა უნდა ცხენბურთი. ეს კიდევ ნახეთ რა ლამაზები არიან. განსაკუთრებით პატარები. თუ ცხენზე მეტნაკლებად კარგად ზიხართ და ჯირითიც გიყვართ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ისინდი უნდა ითამაშოთ. მარტივი არ არის, თუმცა ადრენალინის დიდი დოზა გარანტირებულია. ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სახეობა ცხენოსნობაში ყოველთვის იყო ისინდი, დღეს ესეთი ერთგვარი ცდამე ქნება მეც. მონაწილეობას მივიღებ, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ყველაფერი აზე არ ვარ, მაგრამ ნახოთ. გამოცდილება არ მაქვს, ცხენს უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ასე რომ წავედი. ისურვეთ წარმატება. საოცრად დინამიური საყურებელია ცხენბურთიც. ერთი შეხედვით საკმაოდ უხეში თამაში, მაგრამ ძალიან მკაცრი წესებით. ნებისმიერი ასეთი შერკინება პირველ რიგში მოწინააღმდეგის პატივისცემაზე აგებული. 26 საუკუნე თამაშობდით ცხენბურთს. ისიც დიდმა მეფემ, ფარნავაზ მეფემ ითამაშა პირველად ცხენბურთს. თავისი საკუთარი ცხენით. ხო და მის მერე მოვდივართ. ჩვენ რო არ ვცემთ ჩვენ საკუთარ სპორტს პატივს, ამისათვის საზღვაერთის უცხოელებმა მოიღეს ხმა, იცემებენ, რომ ცხენბურთი ჩვენია, საქართველოს იმისია, ავსტრალიისა, გოლანდიისა, ამერიკისა, მოიგონეს ცხენზე პოლო. პოლო მოიგონეს მის შემდეგ, როცა ჩვენი წინაპრები, ქართველები ჩავიდნენ ამერიკაში, და მოაწყვეს იქ სასწაულები. სწორედ 1892 წელს ამერიკაში ჩასული გურულების დამსახურებაა ის, რომ ქართულმა ცხენოსნებამ მსოფლიოში გაითქვეს სახელი. საკმაოდ დიდი ტრადიცია იყო ჩვენთვის ჩვენთან გურიაში, ჩოხატაურში. საქართველოში ყველაზე კარგები იყვნენ ცხენოსნობაში გურულები, ჩოხატაურლები კონკრეტულად და გუდაუთა, სულ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ხან ერთი იმარჯვებდა, ხან მეორე. აი ცხენის ფეხი არის ყველაზე სათუთი, ხო ხვდებით? აი სადაც არ ვარგა ტრასა, სადაც ცხენი უნდა ავარჯიშო, ერთხელ მთელი წლის აი სეზონის განმავლობაში ვარჯიშობს, ფეხს უნდა თქვაზე დაარტყავს და შეიძლება საერთოდ მთელი წელი ჩააგდოს. აი საჭენებელი ტრასებია პირველ რიგში მოსაკვირებელი და სპორტსმენების წვეტა, რადგანაც ხო ხვდებით არ იყო და 30 წელი არ იყო ეს და წვეტა იყო, ბავშვები აღარ გაიზარდა, სპორტსმენები აღარაა. ის რასაც სახელმწიფო აძლევს რეგიონების იპოდრომებს, მხოლოდ ცხენების გამოსაკვებადაა საკმარისი. სხვადასხვა სახის ტურნირებისა და დოღების ჩასატარებლად კი თანხა იშვიათად თუ გამოიძებნება, ისიც კერძო პირების დამსახურებით. ფაქტი ერთია, ასეთი მიდგომით მალე ისიც გაქრება, რაც აქამდე შემორჩა. თანამედროვე ახალგაზრდას ინფორმაცია მიწოდება და მოსვლა უნდა, რომ ეს სპორტი საერთოდ არ მოგწოს. 21 საუკუნის ბოლოს ასე თუ წავიდა არ იქნება არაფერი, არ ცხენბურთი და არც ისინი. ასე თუ წავიდა. მადლობა გიორგი ქორქიას ამ ძალიან საინტერესო და ლამაზი რეპორტაჟისთვის. დღეს 13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა. წყალდიდობამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2 ამ დრომდე უგზო-უკლოდ დაკარგულად ითვლება. 34 წლის ბექა ბუთურიშვილი და 27 წლის სერგო კაპანაძე სტიქიის ღამეს გაუჩინა. აკეთყარეს გამოდი. Მოგი მოხსენით მალე. აი არ შეგეშინე სასო. აი აგერო შენ. ვისაც შეგვიძლია შევი. გამოდი. მიდი რატო ფეხები რა. სად არის უბრალოდ გითხარი და.
ხსნილია სერგოზე ჩემთვის წარსულში ლაპარაკი. სანამ მიცვალებული არ გვინახავს, მე ყოველთვის ვიტოვებ იმედს, რომ სერგო სადღაც არის და ერთ დღეს კარებს მოადგება და თავის ბუბუნახმით დამიძახებს ნინიკოს მეძახთ. ყველგან შევთხოვ უფალს, რომ დაგვიბრუნოს ჩვენი უზეუკლოდ დაკარგული სერგო. ძალიან. რამდენჯერ მომელანდება კარებთან ნინიკო ხუნახმით რომ დაიძახებდა კედლები ცოცხდებოდა ის საოცარი იყო ახლა ვფიქრობ ნეტა მიმეშვა და სხვანაირი გამეზარდა ეგება დედის ბედი არ გაიზიარებინა მეთქი ისეთი ბიჭი გავზარდე მართლაც რომ თელმა საქართველოს დაიტირა ჩავთე ტელევიზორი და პირველი ამოვიდა სერგოს სურათი მე აღარ მახსოვს. თოლე უნდა და ჟღალთმიანით ბევრი შვილები. თურმენსდები, ზარანდები ყოლია გაცნობილი და ამ ჟღალთმიან გოგოს სიმპათიამ თუ ახლა სიყვარულსაც ვერ დავარქვევო 20 მაისს აყავს გაცნობილი და 13-ში ეს უბედურება მოხდა. გადაძლია და ალბათ რომ დაცლოდათ ერთად იქნებოდნენ. ხედავდი მანქანები მიქონდა დიდი და კიოდა ხალხი. რა მოხდებოდა ეს ასე მითხრეს რომ სერგო რომ მოდიოდაო წყალი ამ გოგონების შესახვედრად იმხელა წყალი იდგა ეს რა ხდებაო და სულაც ვიღებდაო და სერგო ამ გოგონებს რო შეხვდა და უკან გზაზე ბრუნდებოდა რომ ხედავდით ამხელა წყალი მოდიოდა ერთი ლენტი გაედოთ და არ წამოსულიყო ეს მანქანები იქა და ესე იგი რაღაც უჭირდა იმ ადგილს ხო მივიდა ვინმე დაათვალიერა გასაწმენდი იყო ის მილებიც ალბათ ხო რაღაც ხდებოდა ხო არავინ არაფერზე არ აგებს პასუხს აი რომ მოხდა ის ტრაგედია აგო ვინმე პასუხი გადარჩინეს? არა, გადმოვიდნენ გარე. გადმოვიდნენ გარე? სიმართლე გითხრათ კი არ მინდა ისე შევეგუე ამ მოლოდინს რომ არ მინდა მკვდარი რომ მე მირჩევნია ვიფიქრო რომ სადღაც არის და ცოცხალია ვიდრე გარდაცვლილი მომიყვანონ ჩემი ბიჭი ჩემი სერგუნა ჩემთვის პატარა სერგუნა იქნება ოქროსფერი კულულებით ცისფერი თვალებით და ჩაწიწკნული წითელი ტუჩებით ულამაზესი ყალბით ნახატი ბავშვი დრო გავალ შეეჩვევი არაფერს არ ეჩვევი უბრალოდ ცხოვრობ ამ ტკივილთან ერთად არ არსებობს ღამე სერგოზე არ ვიფიქრო სად არის რა სჭამს ხო არ ცივა ძალიან მძიმეა ამ ისტორიების მოსმენა და მოლოდინი ადამიანების, რაზეც ყვებოდა ჩვენი რესპონდენტი. 13 ივნისის ტრაგედიას დაეთმობა ჩვენი ეთერი, სულ რამდენიმე წუთში თომა ჩაგელიშვილის ფილმს ნახავთ. თომა მოამზადა ეს ფილმი და აქაც ჩვენი რესპონდენტი საუბრობდა იმის შესახებ თომა რომ დღემდე მე-6 წელს ამ ტრაგედიიდან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. მართლა ძალიან ემოციური იყო ეხლა რა კადრებიც ნახე, ეს არ არის ჩემი ფილმიდან ეს ინტერვიუ მაგის თქვა მინდა მაყურებლისთვის რა დაიბინეს და მართლა
მართლა რა ვიცი რაღა უნდა ვთქვა ახლა მე ამაზე მეტი რა შეიძლება რაზეა შენი ფილმი? ჩემი დოკუმენტური ფილმი არის ქრონოლოგია, როგორ დაიწყო ეს ტრაგედია, აი იმ წვიმის, იმ 13 ივნის რომ გაწვიმდა იმ ღამეს, როგორ დაიწყო, რა მოხდა და რატომ დაიღუპა ამდენი ადამიანი, ამაზე ვეძებდით ჩვენ პასუხს. ზოგადად რის თქმა მინდა რომ ახლა ძალიან ხო ხვდებით აი ამ კადრების მქონე ახლა ძალიან მიმდევს ლაპარაკი, მაგრამ ელემენტარულად რომ დაეყენებინათ ორი საპატრულო ეკიპაჟი ახალგზას რომ ეძახიან ეს არის რომელიც ზოოპარკზე გადის ხო ასეთი ტრაგედია არ მოხდებოდა კი იქით წნეთის ქუჩა კი უკასავად ბოდნო არა აი აქ იმასთან რა ქვია ხო აი ეს ქუჩა ხო სვანინძის ხო სვანინძის ქუჩას იმას ვერაფერს უშველიდნენ ვერ გადაარჩენდნენ მაგრამ აი ამ ახალგზაზე რა ტრაგედიების დატრიალდა ხო ის ტრაგედიები ნამდვილად დატრიალდა და ელემენტარულად რა მინდა რომ თქვა ის ზურა მუზაშვილი რო გარდაიცვალა ის მაშვილი ერთ-ერთი ან რაღაც ისინიც გამოძახებას საერთოდ სხვაგან მიდიოდნენ შემთხვევით მოხდა აზრზე არ იყო რასაკეთებდა ხელისუფლება იმ ღამეს მარჯვენა ხელმა არ იცოდა მარცხენა ხელი რასაკეთებდა ამან გაზარდა ეს ტრაგედია არის ახლა ამ ფილმში ამაზე საუბარი მაგრამ პასუხისმგებელი პირები ამ დროისთვის არ არიან გამოკვეთილები დაიწყეს მაშინ გამოძიება რაც მე მახსოვს დაიწყეს მაშინ გამოძიება მაგრამ არ ვიცი ნახეთ შედეგი არავის არაფერი მინახავს კითხვები და ამ კითხვებზე პასუხები ნახეთ თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ჩვენი გადაცემის დასრულებისთანავე დაიწყება. ასეთ იყო პიესი. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დავბრუნდით და დღეიდან უკვე ყოველ კვირას საღამოს გეტყვით, რომ ვაჯამებთ კვირას. მადლობა, რომ გვიყურეთ და მადლობა, რომ ხართ ამ 25 წლიანი ისტორიის ნაწილი.